რომ დავიწყოთ თავიდან, როგორ შემოდის რუსეთი. რუსულ იმპერიალიზმზე, როდესაც ვლაპარაკობთ, თან აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ კოლონიალიზმზე. ძალისმიერი მეთოდებით, ხვლითა და מחვილით მოახლევ თავზე შენ მართლობას, ცვლის მართლობის სტრუქტურას, შენ როგორც სასაზღვრო ზონა უნდა მოემსახურო ჩემს როგორც მეტროპოლის ცენტრის საუკეთესო ინტერესს. მოვიდნენ და არ გავონ პირისაგან მიწისა, ისე რომ თქვენი სახსენებელიც აღარ იქნება. ეს ვერტიკალი არის ღმერთი, იმპერატორი, მერე თავადი, მერე გლეხი. შენ ხარ განუვითარებელი, უვიცი, აზიური სამყაროს ნაწილი და შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. ეროვნული აჯანყება არ გქონია, რომ სადაც მოსახლეობის ყველა ფენა არის ჩართული, ყველა იბრძვის რუსების წინააღმდეგ. ციციანოვე ეუბნება სულთანს, რომ თქვენ ვირის ტვინი და ძაღლის სული გაქვთ. ანუ აღარ უნდა არსებობდნენ, ფიზიკურად უნდა განადგურდნენ. ისინი გაუშვებენ იმ ადგილას ციციანოს, სადაც უკრაინელებმა გაუშვეს რუსული საბრძოლო გემი. ბრძოლა გრძელდება. მოგესალმებით, ეს არის აქტუალური ისტორია, მე ვარ ბექა კობახიძე. დღევანდელ ეპიზოდში ჩვენ ვისაუბრებთ რუსულ კოლონიალიზმზე, მე-19 საუკუნეში კოლონიურ პრაქტიკებზე. რუსულ იმპერიალიზმზე, ველიკოდერჟაულობაზე, ჩვენს კოლექტიურ ცნობიერებაში, რუსეთის როლზე ძალიან ბევრს საუბრობენ, რაც წარმოდგენის დონეზე ეს ყველას წარმოდგენილი აქვს. ყველა ცნობიერებაში არსებობს ცალკეული ეპიზოდები მე-18, მე-19, მე-20, 21 საუკუნეებიდან, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოში რუსეთს მაინდა-მაინც კარგად არ იცნობენ. ქართულ უნივერსიტეტებში, სკოლებში რუსეთი არ ისწავლება ისეთ დონეზე, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის მთავარი მოწინააღმდეგე არამედ უკვე თითქმის 3 საუკუნის მანძილზე კარგად გქონდეს შესწავლილი. ამიტომ ჩემი პოდკასტის ფარგლებში ვაპირებ, რომ რუსეთის ისტორიას და რუსეთის ისტორიას საქართველოში, რუსულ იმპერიალიზმს დავუთმო არაერთი ეპიზოდი, სადაც ჩვენ აკადემიურ დონეზე, აკადემიურ პოპულარულ დონეზე განვიხილავთ ამა თუ იმ საკითხს. სანამ თემის განხილვაზე გადავალთ, მოგიწოდებთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, გამოყვეთ Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე. დღეს მე მოვიწვიე უკვე მეორე შემთხვევა მაქვს ასეთი. ჩემი სტუდენტი, ყოფილი სტუდენტი ქეთი სართანია მყავდა მოწვეული და დღეს არის გიორგი ჭკადუა. გიორგიზე უნდა ვთქვა 2-20 სიტყვა და თუ რატომ მოხვდა გიორგი აქ დღევანდელ ეპიზოდში და რატომ ვთვლი, რომ გიორგი არის მე-19 საუკუნის რუსული იმპერიალიზმის, საქართველოში და კავკასიაში რუსული იმპერიალიზმის კარგი მცოდნე. მოკლედ, ისტორია იყო ასეთი. საქართველოს ისტორიის შესახებ ხარისხიანი წიგნები, განსაკუთრებით უცხო ენაზე, არ გვაქვს ძალიან ბევრი. როგორც ხშირად ვამბობ ხოლმე ამას, შეიძლება ერთი თაროს გავსება გაგვიჭირდეს საქართველოს ისტორიის შესახებ უცხო ენაზე დაწერილი კარგი წიგნებით. ასევე მას შემდეგ რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი, ჩვენი ისტორიოგრაფია ხშირ შემთხვევაში ვერ წარმოეწია თანამედროვე სამეცნიერო მოთხოვნებს. ქართული ისტორიოგრაფია ფაქტობრივად, ეს მანამდე ეპიზოდურად არსებობდა პროფესიული ისტორიოგრაფია, მაგრამ საფუძვლიანად შეიქმნა საბჭოთა დროს. საბჭოთა დროს 1920-იანი წლებიდან საბჭოთა სახელმწიფოს ისტორიოგრაფია სჭირდება როგორც ოფიციალური იდეოლოგიის დამხმარე დისციპლინა. ასე რომ ვთქვათ, ოფიციალური იდეოლოგიის გაპრავება უნდა გააკეთონ სოციალურმა, პოლიტიკურმა მეცნიერებმა, ჰუმანიტარულმა მეცნიერებმა. მათ შორის ისტორიოგრაფია. მარქსიზმ-ლენინიზმი. მარქსიზმ-ლენინიზმში ამ ისტორიოგრაფიაში, რომელსაც პოზიტივისტური ისტორიოგრაფია ერქვა, იყვნენ კარგი ხალხი, ცუდი ხალხი.
შუაში პროცესი თითქოს არ ხდებოდა, ხო, რაღაც ქრისტესა და იუდას შორის დაპირისპირებასავით იყო ეს ყველაფერი. ეს ამაზე უკვე არაერთხელ მისაუბრია. და აი 91 წლის შემდეგაც ეს ტენდენცია შენარჩუნდა, ძირითადი ტენდენცია შენარჩუნდა, მაგრამ პარტიის მუშს და გლეხის ადგილი ისტორიოგრაფიაში დაიკავა ნაციონალიზმმა და ნუ ყველაფერმა რაც ნაციონალიზმში ვეждდებოდა დაიკავა მის საპირისპირო მხარე. ერთ-ერთი დისერტაცია მახსენდება, გიორგი, შეიძლება თქვენთან სალექციო კურსზეც ვახსენე. 94 წელს თუ არ ვცდები, ერთ-ერთმა ადამიანმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, პირველი რესპუბლიკის დიპლომატიური კორპუსი თუ რაღაცა ასეთი და 150 გვერდიანი დისერტაცია არის და პირველი 70 გვერდი ეძღვნება ილია ჭავჭავაძეს. და ილია ჭავჭავაძის რაღაც დიადების წარმოჩენს. ნუ ილია ჭავჭავაძეზე არავინ არ დაობს აქ, მაგრამ თითქოს რა შუაში არის 18-21 წლების დიპლომატიური კორპუსთან ილია ჭავჭავაძე, რომელსაც დისერტაციის ნახევარი ეძღვნება. მაგრამ ეს არის 94 წელი და იმ ადამიანს ეს დისერტაცია რო დაეცვა, ani ეს არ არის სხვა დისერტაცია, ამ დისერტაციას ალბათ ვერ დაიცავდა, მაგრამ რამე სხვა დისერტაცია რო დაეცვა 10 წელს ადრე, ის პირველ 70 გვერდი უნდა ყოფილიყო მარქსიზმ-ლენინიზმზე, ხო? და ანუ თითქოს ილიათ ჩაანაცვლა. აი ეს მარქსიზმ-ლენინიზმი. ანუ ეს ტენდენცია თითქოს რაღაცნაირად მოყვება, რომ ესეთ შავ და თეთრ ფერებში იწერება საქართველოს ისტორია. ანუ მოკლედ ეს პრობლემები მერე თავს იჩენს ჩვენს კოლექტიურ მეხსიერებაში, ჩვენს პოლიტიკურ არჩევანში და ისტორიოგრაფია საბოლოო ჯამში არის დარგი, რომელიც ვერ აწარმოებს მატერიალურ დოვლადს, თქვა ჩამოასხავს რაღაცა ზეთს, რძეს, ღვინოს და ვერ დათვლი წლის ბოლოს რა რაოდენობის პროდუქტი აწარმოა, მაგრამ ისტორიოგრაფია ქმნის კოლექტიურ მეხსიერებას. რო ეს კოლექტიური მეხსიერებით მერე ჩვენ მივდივართ და ვაკეთებთ არჩევანს. საარჩევნო ყუთთან ვაკეთებთ არჩევანს, ან თუ რომც არ მივდივართ რა Facebook-ში რაღაცას ვწერთ, ტელევიზიით გამოდივართ რაღაცას ვამბობთ და როგორ ხდება, რომ თუ ეს კოლექტიური მეხსიერება არის სიგიჟის ზღვარზე, რაღაც აი რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ და ხო, თუ მთლიანად გამკლავების მექანიზმებით არის სავსე და არა ბუნებრივად წარმოქმნილი იდენტობით, ხო? რეალურად ზუსტად შენ რაც ამბობდი, ხო, რომ ისტორია და ისტორიოგრაფია კი ჩვენთვის არსებობს თითქოს ეროვნული და არაეროვნული. და ეროვნულში თუ ჯდება ის არის გულზე მალამოდ მომედება და ამ ილიაზე მეტყვის თუნდაც 70 გვერდს და ის შემდეგ 50 გვერდი რაც ეწერება პირველ რესპუბლიკის კორპუსზე. ის ახლა მთავარი იყო, რომ ეს ილიამ გამიმყარა ჩემი იდენტობა. რეალურად ეგ არის ყველაფერი აი თანამედროვე თუნდაც აკადემიური ფსიქოანალიტიკური თუნდაც ენით რო თქვა, არის გამკლავის მექანიზმი, რომ შენ არ გაქვს შენ თავთან და საზოგადოებასთან, ეგ ჩვენ ისტორიოგრაფია მარტო ინდივიდის ისტორიოგრაფიაზე არ ვლაპარაკობ, ხო, ქვეყნის ისტორიაზე როცა ვლაპარაკობ, შენი წარმოდგენა ამაზე თანხმობაში უნდა იყოს გარკვეულწილად რაღაც შეთანხმებები უნდა გქონდეს საზოგადოებაში ჩვენი ისტორიის შესახებ, რომელიც იქნება მყარი. ოღონდ ეს სიმყარე იმას არ ნიშნავს, რომ ცვალებადი არ იქნება. ის აუცილებლად იქნება ცვალებადი და პირიქით ეს არის მისი მადლი, ასე ვთქვათ და ისტორიოგრაფიასაც თუნდაც და იდენტობისაც თუნდაც რა, რომ ეხლა რო წარმოიდგინო, რომ ადამიანი შენ საკუთარ თავზე რა შეჭრებოდა შეექმნა ოდესღაც ისეთი რომ გქონდეს მთელი ცხოვრება, ხო? ეს არის კატასტროფა. პირიქით ადამიანისთაც რო შეუძლია რომ შეიცვალოს საკუთარ განვითარდეს, გადააფასოს რაღაც და ასე შემდეგ, ეს არის მადლი, რომელიც განვითარებისთვის და მადლობელი უნდა ვიყოთ ამისთვის, რა და ჩვენ პირიქით ისტორიოგრაფიასაც და ყველა ამ მეცნიერებას თუნდაც ვყურებთ ასე რომ ჩვენ რაღაცა მყარი დანასკვები, აი წესების რეული რო გქონდა ბავშვობაში, ასე უნდა ჩამოგვიწეროს და მე ეს ყოველ დღე თუ რაღაც კვირაში თუ 26 მაისს როცა იქნება, როცა გავახსენდება, ეს ყველაფერი ჩვენ თავს მოუყვეთ ზუსტად გაწერილად და რაიმე თუ ამას არ ეხმიანება, ან არ ეთანხმება, ან კარგად არზის და ძალიანად ყოველთვის არის ეს ისტორიაში, რომ რაღაცა ბოლომდე არ ჯდება რა. ამას შემდეგ უგულებელყოფ, თვალის ხუჭავ, ან უარყოფ, ან ბრაზდები, აი ყველაფერი რა, რაც ტრავმას აქვს, 7-ის რო არის ეტაპი, ხო, რაც უნდა გაიარო, რომ გადალახო. ყველა ამ ეტაპს სხვადასხვა დროს, სხვადასხვა რაღაცა ემოციას განიცდი და შემდეგ გიყალიბდება გამკლავების მექანიზმად, აი ზუსტად ის, რაც შენ მოყევი.
რომ გესაჭიროება რაღაც, არა შეკითხვები, არა ისეთი შთაგონებები თუნდაც, რომელიც დაგსვამს და გაფიქრებს კრიტიკულ შეკითხვებს დაგისვამს, შეიძლება კრიზისით ჩაგაგდოს რა, მაგრამ იქიდან ჩაგდება ნიშნავს, რომ ამოსვლის გზაც არსებობს და რაღაცა რეკონსტრუქციის გზა არსებობს და განახლების გზა არსებობს, ხო? ამის მაგივრად შენ გამკლავების მექანიზმებს აიმემკვიდრევებ ასევე წინათაობისგან და თან გემატება კიდე პლუს დანარჩენი რაღაც, რაც საერთოდ შემდეგ ხელს გიშლის, რომ რისი ნაწილი ხარ, რა ამბის ნაწილი ხარ და როგორ მიემართები შენ ყოველდღიურობაში, როგორც შენ თავს, ასევე შენს გარემოს, შემდეგ შენს ქვეყანას, შენს რეგიონს და მსოფლიოს, ხო, რამდენიმე დონეზე, ხო? ეს საერთოდ გისხლდება ხელიდან და შემდეგ უფრო მეტად მიდიხარ იმ ზღვარზე, რომელიც რაღაცა ჭყალებში იმდენად დიდ შფოთს გმართებს ეს ყველაფერი, რომ შეიძლება იმ ყუთთანაც აღარ მიხვიდე, საერთოდ აღარ გინდა ამ გადაწყვეტილების მიღება რა და ეს ერთ-ერთი დიდი ის არის, ხო, პრობლემა ასევე, რატო არ მიდის ქართველი ადამიანის არჩევნო ყუთთან. ესეც არის, შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რომ არ გინდა ამაზე საერთოდ შეხება, დაფიქრება, არ გინდა რომ შენ გეხებოდეს თუნდაც პოლიტიკა და აპოლიტიკური უნდა იყო, ხო, ეს რაღაცა სენი ეს არის სერიოზული პრობლემა რა, რომ ან მოდერნული ქართული ისტორიოგრაფიის ჩამოყალიბება, ხო არ ყველა სფერო რაღაცა მეტნაკლებად განვითარდა, ხო? ნუ ურმით აღარ დავდივართ, რაღაცა ფერმერის ინსტიტუტს შემოვიდა, რაღაც ტელეფონს ასაბოჭი აღარ აგვაქვს, მობილურზე ვკრებთ, ხო? ანუ ძალიან ეს გლეხურად რო ვთქვათ, ხო? და ქართულ ისტორიოგრაფიას ეს ხშირ შემთხვევაში დააკლდა, შეიძლება გაგვიჭირდეს 10 ქართველი ისტორიკოსის პოვნა, რომელიც უცხო ენაზე ინფორმაციის მიღებას და გაცემას ახერხებს თუ ახლა რუსულის გარდა სხვა უცხო ენაზე. ამიტომ 2020 წელს ჩვენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შევქმნით თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამა, რომელიც არის ალბათ გიორგის დამეთანხმება, საქართველოს ნაკრები, ასე რომ ვთქვათ, ისტორიკოსების და ქართველი და არაქართველი ისტორიკოსების, რომლებიც ასწავლიან, იკვლევენ და ასწავლიან საქართველოს ისტორიას, ხო, ეს არიან ახალგაზრდა ისტორიკოსები, რომლებმაც ეს დასავლური ცოდნა განათლება მიიღეს, უფრო ძველი თაობის წარმომადგენლებიც, რომლებიც ძალიან წინ იყვნენ წასულები და ასევე, ნუ ეს სუპერვარსკვლავები, როგორც არიან სტივენ ჯონსი, ალექსანდრე მიქაბერიძე და სხვები, ანუ ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან და გიორგი იყო თლათ პირველი თაობის სტუდენტი, ანუ რომ დავაარსეთ ეს პროგრამა 2020 წელს გიორგიმ ჩააბარა იქ და ერთი საინტერესო მიდგომა აქვს ხოლმე გიორგის, ის ლიტერატურით კითხულობს ხოლმე ისტორიას და მე თუ ლიტერატურითაც გადმოსცემს რიგ შემთხვევებში, ხო? იმიტომ რომ წერლობაზეც უკიდია გიორგის ხელში. გიორგი იყო ჩვენი სუპერვარსკვლავი პირდაპირ ვიტყვი გადამეტების გარეშე და 2022 წელს რომ მან დაამთავრა, მისმა სამაგისტრო ნაშრომმა მიიღო ყველაზე მაღალი შეფასება და ჩვენ გქონდა და კისო გვაქვს გამომცემლობა არტანუშთან და მის დამფუძნებელთან ბუბა კუდავასთან შეთანხმება, რომ ყოველ წელიწადს საუკეთესო სამაგისტრო ნაშრომის ავტორს გადასცემს ფულად ჯილდოს და ასევე გამომცემლობა არტანუჯი ბეჭდავს წიგნად. აი ამ სამაგისტრო ნაშრომს. დასაკვირველი 2022 წელს გიორგის სამაგისტრო ნაშრომა, რომელიც სამეფის ნაცვლოს დაარსებას მიხეილ ვორონცოვის დროს ეხებოდა, მიიღო ყველაზე მაღალი შეფასება, მაგრამ ნუ რეცენზენტს, კომისიას, ხელმძღვანელს ჰქონდა შენიშვნები, გიორგიმ იმუშავა ამ თემაზე და აი გადამუშავებული უკვე წიგნად გამოსული სახით 2025 წელს გამოვიდა მიხეილ ვორონცოვი და კავკასიის სამეფის ნაცვლო, რომელიც აი აპრილის თვეში გამართულ წიგნის ბაზრობაზე ბესტსელერად იქცა და ტირაჟი ამოიყიდა, მერე ხელახლა მოუწია გამომცემლობას ამის დაბეჭდა. ასე რომ გიორგი დღეს ჩვენთან არის, ხო, მაგრამ კიდევ არის ტირაჟი, თუ ვინმეს დაგაინტერესებთ და ჯერ არ გიყიდიათ, კიდევ არსებობს ტირაჟი, შეგიძლიათ რომ შეიძინოთ. გიორგი ჩვენთან არის და დღეს ვილაპარაკებთ რუსულ კოლონიურ პრაქტიკებზე. გიორგი, პირველ რიგში რა არის, ხო, სანამ ამაზე ვილაპარაკებთ, ჩვენი წესი არ უნდა გამოგვრჩეს.
ეს არის ღვინო და სადღეგრძელო, რომელიც ყოველთვის ახლავს ჩემს პოდკასტს აქტუალურ ისტორიას. ჩვენი გენერალური სპონსორი არის ვაზიზუბნის მამული კომპანია, რომელიც ეს მამულები მე-19 საუკუნეში დაარსდა, მაგრამ 2011 წელს განახლდა ამ მამულში წარმოების პროცესი და მათ აქვთ ესეთი ხაზი Georgian Sun, ანუ საქართველოს მზე და საინტერესო ექსპერიმენტებს აკეთებენ. ეს არის დაისის წითელი, ესე ქვია ღვინოს, არის საფერავის და ალექსანდროულის ნაზავი, ანუ რაჭული და კახური წითელი ღვინოების ნაზავი, ორივე ძალიან მიყვარს. მე უკვე გასინჯული მაქვს და მოდი დავიწყოთ. გიორგი, აი ამ სერიას, რომელიც გამოცემლობა არტანუჯმა დაიწყო და იმედი მაქვს ყოველწლიურად ჩვენი სამაგისტრო პროგრამიდან ახალ-ახალი გამოცემები შეემატება, ქვია ახალი თაობის ისტორიკოსები და როგორც მის გამომცემელი ბუბა კუდავა ამბობდა, ეს ახალი თაობის მხოლოდ ახალგაზრდობას და ასაკს კი არ უსვამს ხას, არამედ სიახლეს იმ ხალხისა, ვისაც აი საერთაშორისო ისტორიოგრაფიული ცოდნა მიღწევები შემოაქვს და უნდა შემოიტანოს ქართულ ისტორიოგრაფიაში და ამისი ერთ-ერთი პირველი ელჩი ხარ შენ, რომ იტყვიან. ნუ ერთ-ერთი პირველი წიგნი შენია და პირველი ელჩი შენ ხარ ამის და მოკლედ ახალი თაობის ისტორიკოსებს გაუმარჯოს, თქვენ გაგიმარჯვოთ. მადლობა. ჩემი მხრივ ვიტყოდი, რომ რეალურად ყოველთვის და ეხლა როდესაც ვლაპარაკობთ, ხო, რომ რაღაც რთული მოსაძებნი შეიძლება იყოს ისტორიკოსი საქართველოში, რომელიც რაღაცა უცხოურ წყაროებზე მუშაობს, ან აქ ვეყენებს, უფრო სწორად არ მუშაობს, აქ ვეყენებს. ასე შემდეგ, ეს ფართო საზოგადოების კიდევ უფრო ცხადია რთული საპოვნელია, თორე რეალურად ყავს საკმაოდ შენი და სხვების ჩათვლით ისტორიკოსები, რომლებმაც ჩაუყარეს საფუძველი რეალურად ჩემი აზრით ქართულ თანამედროვე ისტორიოგრაფიას და რომლებიც დიდ სტიმულს და გამოცდილებას გვაძლევენ, რაც თავარია, გამოცდილებას იმ საშინელი დროის შესახებაც, რა დროიც მოუწიათ რომ გამოევლოთ და რა შეიძლება რომ მომავალში გავაკეთოთ ჩვენ უკეთ რა და ჩემი მთავარი და ყველაზე სურვილი იქნება რომ ეს სერია გაგრძელდეს, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს თქვენგან და სხვებისგან გამოცდილება და რაც შეიძლება ხმალე ვიხილო ამ წიგნის თუნდაც სხვა ავტორის მიერ გადამუშავებული ეს ისტორია, იმიტომ რომ მე ყოველთვის მომხრეო რაც მეტი დაიწერება და ვიკამათებთ ან გადამუშავდება ან უარყოფენ ან პირიქით რაღაცა კრიტიკული დაიწერება ან ასე შემდეგ ეს მხოლოდ და მხოლოდ მეცნიერებისთვის და მხოლოდ და მხოლოდ ისტორიოგრაფისთვის და ქართული ისტორიოგრაფიისთვის იქნება კარგი და ჯანსაღი და მნიშვნელოვანი და მინდა რომ ეს უსურვო ამ სერიასაც, პროგრამასაც და ქართული ისტორიოგრაფიასაც. ხო, დამოუწდა რომ მეთქვა გიორგი ახლა უკვე სადოქტორო ნაშრომზე მუშაობს. 2 წელია უკვე სადოქტორო ნაშრომზე მუშაობს. რამაც უნდა მოიცვა სრულად მიხეილ ვორონცოვის მმართველობა კავკასიაში, იმიტომ რომ ეს მმართველობას თავისი შედეგები ჰქონდა მერე, ანუ ამას მოჰყვა თერგდალეულების პერიოდი, მოდერნული ნაციონალიზმის დაბადება, გაცოცხლება საქართველოში და ფაქტობრივად ისეთები, როგორებიც ვართ ქართველები, აი დღეს როგორებიც ვარ და ტვინში რაც გვაქვს, იწყება ამ პერიოდიდან შეიძლება ითქვას და ეს პერიოდი ამიტომ ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ. ეხლა მისაღები გამოცდები გვექნება მალე და ვეძებთ შენნაირ და რატომაც არა შენზე უკეთეს ახალგაზრდებს, რომლებიც ამ საერთო საქმეს შემოეშველებიან. აი ეს პერიოდი რო ახსენე, რომ უბედურება აქვს ხალხს გავლილიო, ეხლა მეც ხომ აქვს, მაგრამ ჩემზე წინათაობას სულ ვიხსენებ ხოლმე და ეხლა მინდა კამერების წინაც მოყვა ეს ისტორია. ისტორიკოსი ოთარ ჯანელიძე, ნუ უფროსი თაობის ჩვენი უფროსი მეგობარი 90-იან წლებში სადოქტორო დისერტაციაზე რომ მუშაობდა,
ეროვნულ არქივში დადიოდა საკუთარი გენერატორით, ხო რომ ანუ იქ კვლევის საშუალება არის გაყინული, ანუ დარბაზში, საკვლევით დარბაზში წყალი იყინება, შუქი არ არის, არაფერი არ არის და ამ კაცს საკუთარი გენერატორი დააკდა, ანუ ესე უნდა გიყვარდეს ისტორია და მე რო შედეგი დადო. კაი, ეხა მთავარ საქმეზე რო გადავიდეთ, გიორგი. რუსული კოლონიალიზმი. ზოგადად რა არის კოლონიალიზმი? აი ეს სიტყვა თითქოს ყველა მიცის, მაგრამ კამისი კაი გემრიელი განმარტება. აი, წერან შენ რო ლაპარაკობდი, მაგ დროს ზუსტად გამიჩნდა ეგ შეგრძნება რა და ფიქრი და წიგნის პრეზენტაციის მერეც მაგაზე ვფიქრობდი, რომ სიტყვების განმარტებებზე ხშირად ისე ვართ ხოლმე ფოკუსირებულები, რომ საერთოდ ყველანაირი ტერმინის განმარტება ასე იწყება რატომღაც, რომ არ გვაქვს ამ ტერმინის ყველა შეთანხმებული განმარტება და ყველა სხვადასხვანაირად განმარტავს, მაგრამ ვეძახით ამას. მე ამ განმარტებიდან მოდის ხოლმე, რომ როდესაც გინდა რაღაც კონკრეტულ რაღაცაზე მსჯელობა, განმარტავ ამ ტერმინს, მე იწყებს მსჯელობას რა. კოლონიალიზმზე მით უმეტეს, როდესაც კოლონიალიზმის ამ ასე ვთქვათ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში ყველას გვახსენდება ხოლმე დასავლური კოლონიური იმპერიები, დიდი ბრიტანეთი და ბრიტანეთი ახსენდებათ პირველ რიგში ყოველთვის, რომ და ახასიათებენ რომ თვალით წარმოგიდგენია ფაქტობრივად, რას ნიშნავს, რომ წახვედი შენი ადგილიდან, შენი ქვეყნიდან, სხვაგან შორს და გადასახლდი იქ და დაიწყე იქ ახალ ტერიტორიაზე ახალ მოსახლეობა ბრჭყალებში რა. და შესაბამისად კოლონიურ მმართველობას, რომელიც ცენტრიდან, აუცილებლად ცენტრიდან, კოლონიის ცენტრიდან იმართება, უბრალოდ დამპყრობელი ქვეყნის ცენტრიდან ის რაღაცა კონკრეტულ, ასე ვთქვათ, სუბიექტად შენ აღგიქვამს, ალბათ უფრო უკეთესი იქნება თუ ვიტყვით, რომ ობიექტად აღგიქვამს, სადაც ის ზემოქმედებს შენზე ყველაფრით, რითაც შეუძლია. და ამას აქვს ხოლმე კონკრეტული მიზნები და ეს კონკრეტული მიზნები ყველა ქვეყანაში სხვადასხვანაირი არის რა. მაგრამ მე მინდა რომ ამ კოლონიალიზმზე ცოტა უფრო ფართო-გაგებით ვილაპარაკო. იმიტომ რომ როდესაც ზოგადად და დასავლურ კონტექსტში კოლონიალიზმზე ვლაპარაკობ და მე შემდეგ ვლაპარაკობ რუსეთის რუსულ კოლონიალიზმზე, ბევრი განსხვავება. ბევრი განსხვავება არის და ზუსტად ეს განსხვავება და ამ ტერმინებზე ცოტა ჭყალებს შეიძლება ჩაციკვლაც იყოს, ოღონდ კარგია რა ეს, ანუ მეცნიერულია და აუცილებელია ეს მიდგომა, მაგრამ მარტო ამ ჭრილში არ უნდა დავrчეთ რა, უნდა ვთქვათ ისიც, რომ ადამიანები ვართ და ყველაფერი შეიძლება ერთ ტერმინში ვერ მოაქციო და რაღაც დამატება კანონს ჭირდება, ხო? დამატება, განმარტება, აუცილებლად ჭირდება კანონს დამატება, განმარტება, შემაკავებელი შიგნით მექანიზმები და ასე შემდეგ. დასავლეთში, როდესაც კოლონიალიზმზე საუბრობ, მიადგები დიდ მაღაზიას, წიგნის მაღაზიას, სულო და გულო, non-fiction-ი, ყველაფერი მხატვრული არ მხატვრული არის, მიადგები არამხატრულს, ნახავ ისტორიაზე, ნახავ თაროს კოლონიალიზმზე და არის გლობალური სამხრეთი, აფრიკა, აზია, ზედითად ლათინური ამერიკა და არის ყველაფერი. არის როგორც აკადემიური ტექსტები, ასევე პოპულარულ ენაზე დაწერილი აკადემიური ტექსტები, ასევე მოთხრობები, ასევე პოეზიას ძალიან დიდი ადგილი უჭირავს, მით უმეტეს კოლონიური ისტორიის მოყოლაში, მაშინ როდესაც ძალიან რთულია დაწყობილი, რაციონალური, გააზრებული ნარატივით მოყვე რაღაცა ეს ისტორია, ამ დროს პირიქით რაღაცა ეს პოეზიას და მხატვრულ ენას ეხსნება ხოლმე გზა. ვერსად ვერ ნახავთ ჩვენ მე არ შემხვედრია რომ რაიმე სახის წიგნი აქტუალური იყოს რუსულ კოლონიალიზმს. იმიტომ რომ კოლონიალიზმს როდესაც ამბობ არის რომ overseas, ანუ რაღაცა ზღვის იქეთ უნდა კონდეს შორი ტერიტორია და თავარი იდეაში ანუ აი მიჯნა რა, რასაც მეც ამ პერსპექტივით დავიწყე ოპერირება და ყურება ამ ისტორიის, რომ კოლონიას, როდესაც აქვს
ცენტრს, ხო, იმპერიას. ის აღიარებს ამ კოლონიას როგორც ცალკე რაღაცა განყენებულ ტერიტორიად, არ არის რაღაცა ბრიტანეთის როგორც თუნდაც ამ შემთხვევაში ბრიტანეთის როგორც სახელმწიფოს ნაწილი, აქვს სხვანაირი მიმართება როგორც დამორჩილებულის მიმართ გექნებოდა რა. და ეს განსხვავდება იმპერიალიზმისგან, სადაც ტერიტორია პირდაპირ ერწყმის ქვეყანას, ფართოვდება ეს საზღვარი და პროვინციად იქცევა, სადაც პირდაპირ მნიშვნელობით ნაწილი ხდები იმპერიის რა. ჩემი გადმოსახედიდან რუსულ იმპერიალიზმზე, როდესაც ვლაპარაკობთ, თან აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ კოლონიალიზმზეც. ეთანხმები. იმიტომ რომ გიორგი ერთ ჩართვას გავაკეთებ, კოლონიალიზმი ხა ეს იმაზე თანხმდებით, რომ საერთო განმარტება არ არსებობს, მაგრამ ერთ რამეზე თანხმდებიან, რომ კოლონიალიზმი ნიშნავს დაპყრობილი ხალხის, ანუ არა ნებით შეერთებულის, არამედ დაპყრობილი ხალხის, შეიძლება იყოს ერი, რელიგიური ჯგუფი, რაღაცა ჯგუფი, ერთობა, სოცია, პოლიტი, რაღაცა, რომელსაც ძალისმიერი მეთოდებით, ხვლითა და מחვილით მოახვევ თავზე შენ მართლობას და შენ წესზე აცხოვრებ და შენ თავს უყურებ როგორც აღმატებულს, უფრო ცივილიზებულს და მართავ ველურებს, ქვედა საფეხურზე მყოფ ადამიანებს და შენი ხედვით ესენი მადლიერნიც უნდა იყვნენ, რომ რაღაცა ცივილიზაციის სიო შეუტანე. ეს ძალიან ახასიათებს რუსულ პოლიტიკას კავკასიაში და მათ შორის საქართველოში განსაკუთრებით მე-19 საუკუნის პირველ მესამედში. ჩრდილო კავკასიაში ბევრად უფრო დიდხანს და მძაფრად, რა თქმა უნდა, მაგრამ პირველ მესამედში მოდი ვთქვათ, რომ საქართველოში ცალსახა კოლონიალური მმართველობა იყო და რომ დავიწყოთ თავიდან, როგორ შემოდის რუსეთი. აი აქ კიდე ერთ რამდენიმე წინადადებიან შესავალს გავაკეთებ იმისათვის რომ უფრო ცხადი გახდეს რა, იმიტომ რომ აი ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ, თუნდაც მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორიაზე, ბოლო იყოს, შუა იყოს, დასაწყისი იყოს, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარზე თუნდაც რა, მე შემიძლია რომ საერთო შთაბეჭდილება გითხრა. აი ჩემთვის მაგალითად რა ყველაზე მნიშვნელოვანი რა მახასიათებლები აქვს რაღაც კონკრეტულად 60-იან წლებს, 70-იან წლებს, 80-იან წლებს, 90-იან წლებს და მე შეიძლება ისიც კი გითხრა 1000-ს 1 წელს რა აქვს, 2 წელს, 3 წელს, ანუ უფრო მე ასე დროც სწრაფდება, უფრო შეკუმშული რაღაცები სწრაფად ხდება და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ მე-19 საუკუნის დასაწყისზე მე და ზოგადადაც მგონია რომ ძალიან ჭირს ზოგადი შთაბეჭდილების, ზოგადი აი თუნდაც ისე რა, წესი რო ჩაწერო თუ რაღაცა დაიმახსოვრო კონკრეტული სახით რა. და ეს ჭირს ბევრი რაღაცის გამო. პირველ რიგში ეს არის, როდესაც თუნდაც იმაზე ვლაპარაკობთ, რომ საქართველოს ისტორიოგრაფია საბჭოეთ შეიქმნა, ან იმაზე რომ ვლაპარაკობ, რომ ჭირს ეს რაღაცეები რა ამ თემებზე. ეს არ უნდა აღვიქვათ ხაზგაუხსვა ამას, რომ ჩვენ ქართველები ვართ რაღაც ცუდები, ვერ ვაკეთებთ, არ შეგვიძლია. ეს ხოთაშორის კოლონიური ის არის ზუსტად აღქმა, რომ ის გეუბნება, რომ შენ თავად თვითონ არ შეგიძლია საკუთარი თავის დახასიათება, საკუთარი თავის განსაზღვრა და საკუთარი თვითგანვითარება. ამიტომ მე გჭირდები ამისთვის და როდესაც ჩვენ ამას ვლაპარაკობთ, საბჭოთა კავშირის პერიოდში შეიქმნა ქართული ისტორიოგრაფია, ასე მოუწია. ნუ რას ვიზამთ, ხო რაღაცეები არის, როდესაც ქვეყნის რაღაცა არ ყოფილიყო საბჭოთა კავშირი იმ დროს არ იარსება და არ მოუწევდა. ასე მოუწია, ეს რაღაცები უნდა მივიღოთ და არ უნდა შევხვდეთ ისე, რომ ვაიმე რა ხან იმ პერიოდში მოუწია, ესე იგი, ეს რაც გაიგეთ, ყველაფერი ან გადასაყრელია, ისე ორ დიქოტომიაში. კარგია, ცუდია, კარგია, ცუდია, ხო? არა, რაღაცეები ალბათ უნდა მივიღოთ, ჯობია და ამ მიღებულიდან გამომდინარე უნდა ვილაპარაკოთ. ახლა მე როდესაც მე-19 საუკუნის საქართველოს ისტორიის მოყოლას ვიწყებ ისე რომ ვიღებ გეორგიევსკის ტრაქტატს და აი ეს რომ მივიღე, ამის შემდეგ რა ხდება? თორე რო ჩავყვეთ ასე, ხო? აი იქამდე უნდა დადებულიყო თუ არა, მე რომ წახვალ კიდე უკან და ვერ გახვალ ბოლოში, ვერც თავს იპოვე, ვერც ბოლოს სადღაც გჭირდება რომ ფეხი დადგა, დასაყრდენი იპოვა და იქიდან დაიწყო ისტორიის მოყოლა რა. ჩემი დასაყრდენი არის ალექსანდრეს მანიფესტი.
და აი მანიფესტამდე რამდენიმე წერილი, რასაც ის აგზავნის, რომ დაახლოებით გაიგოს რა ხდება. კნორინგს მისცეს თუნდაც რაღაც კონკრეტული ისენი და დავიწყებ ახლა კოლეგას შორის რო არ გამოვიდეს ვინ არის ალექსანდრე, რა მანიფესტია, ვინ არის კნორინგი. მოდი, კაი, ესე დავიწყოთ. რუსეთის იმპერია საქართველოსთან არ იწყებს ურთიერთობას მტრულად. მოდი ამას მოვნიშნავ პირველ რიგში. რუსეთის იმპერია საქართველოში და კავკასიაში შემოდის როგორც დამხმარე ინტერესის მქონე იმპერია, რომელსაც საკუთარი ინტერესები აქვს და ჩვენი აღქმით ეს ინტერესები უნდა ემთხვეოდეს და რაღაცა ასე ვფიქრობთ, რომ უნდა ემთხვეოდეს ჩვენს ინტერესებს, რომ რაღაცნაირად მოგვეხმაროს. ამ სტატუს კვოთი შემოდის რუსეთის იმპერია და შემოდის რით? გეორგიევსის ტრაქტატით პირველ რიგში, რაც უშვებს, ასე ვთქვათ, ფართო ასპარეზს აძლევს. ფართო ასპარეზს რა? ფაქტობრივად უშვებს რუს ჯარებს სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე და იგივე ქართლ-კახეთის ტერიტორიაზე, ხო? ეს არის მთავარი და კარლ კნორინგი არის ზუსტად ეს პირველი რაღაცა სამხედრო რუსული ჯარების მმართველი კავკასიაში, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი ტიპი კოვალენსკისთან შემდგომში უკვე ერთად პირველ წლებში რუსეთის შემოსვლისა კავკასიაში. აი, პირველი ეტაპები, როცა შემოვიდა რუსეთი, კოვალენსკი რაღაცა საჯარო უფრო მმართველობის კუთხით, კნორინგი კი სამხედრო კუთხით, ხო? და რა ხდება ამ მომენტში, როგორც რეგიონში, ასევე რუსეთის იმპერიაში და ასევე მსოფლიოში. აი, ეს არის მე მინდა რომ როდესაც საქართველოს მე-19 საუკუნეში და ზოგადად როდესაც საქართველოს ისტორიას ნებისმიერ ისტორიაზე ვყვებით, ყოველთვის უნდა გაითვალისწინო რა, მინიმუმ 3 განზომილება, ადგილობრივი, რეგიონალური და გლობალური, ხო? ჩვენ ნახავთ, რომ როცა დავიწყებთ მოყოლას, ყველა ჯერზე დაგვჭირდება, რომ ადგილობრივის ასახსნელად ხანდახან რეგიონალური მოვიყვანოთ, რეგიონალური ხანდახან გლობალური, იმიტომ რომ ესენი ერთმანეთზე მოქმედებს. ეხლა მე-19 საუკუნის დასაწყისში როგორი სიტუაცია გვაქვს აქ? სიტუაცია არის ასეთი, რომ ალექსანდრე ხდება იმპერატორი, ალექსანდრე პირველი, მამამისის მკვლელობის შემდეგ. მამამისის მკვლელობის შემდეგ, დიახ, და ხდება იმპერატორი, რომელიც ზოგადად ალექსანდრეს მმართველობას ძალიან დიქოტომიურად ახასიათებენ და აფასებენ, მაგრამ მთლიანად რო ეს ალექსანდრე იყო ასეთი მმართველი, ასე რო აქვს თქვა რა, იმიტომ რომ მასაც თავისი განვითარების პერიოდი აქვს და ეტაპები დასაწყისის შემდეგ ნაპოლეონთან ომების დროს სხვანაირია და ნაპოლეონის ომების შემდეგ საერთოდ სხვანაირია ჩემი აზრით, იმიტომ რომ დიდი რაღაცები ხდება რა მაგ დროს სოფლიოში და მასზე მოქმედებს როგორც პიროვნებაზე და როგორც ადამიანი. ჩვენ გვავიწყდება ხოლმე რომ ისტორიული პიროვნებები ადამიანებიც არიან, ჩვეულებრივი ადამიანებიც და შეიძლება ზუსტად ეს ადამიანური ფაქტორები ძალიან ბევრს მნიშვნელობს რა მათ გადაწყვეტილებებში. და რა არის ახლა აქ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი. კავკასია რუსეთისთვის, რუსეთის იმპერიისთვის მონიშნულია როგორც ექსპანსიის ერთ-ერთი მხარე. ეს მოინიშნა პეტრესთან მოყოლებული, ან პეტრე პირველი რო ავიღოთ და რუსეთის იმპერია რაღაც გვარად დავახასიათოთ. როგორც საქართველოსთან შემხებლობაში არ არის დიდი ისტორიის მქონე რუსეთის იმპერია, ასევე თავად იმპერიის ისტორიაც არ არის ძალიან გრძელი და მით უმეტეს ისეთი რუსეთისა, როგორიც მე-19 საუკუნეში გვაქვს რა. არ არის გრძელი ისტორია, ჩვენთვის ეს არის პეტრე პირველიდან მოყოლებული პეტრე პირველი, რომელიც საკუთარ ტიტულს შეცვლის, ან რუსულ ცარს და მეფეს შეცვლის და დაამატებს რა, შეცვლის ლათინური ტერმინით, ეს არის იმპერატორი. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია, რომ ლათინური ტერმინი, ლათინური სამყარო და ამას ყურადღება მივაქციოთ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია იმდროინდელი პოლიტიკური და გლობალური სისტემისთვის და რაც ხადია რუსეთისთვის, რუსეთი პეტრე პირველის ამ ქმედების შემდეგ წარმოვიდგინოთ, რომ განაცხადს აკეთებს, რომ მე შემოვდი ფეხი გლობალურ პოლიტიკურ არენაზე, როგორც ახალმა იმპერიამ და ერთით მეტი იმპერია არსებობს უკვე. ეს თლიანად ცვლის იმდროინდელ მოწყობას, პოლიტიკურ მოწყობას და აღქმას, თვით აღქმასაც. და პეტრე პირველის მთავარი
სურვილი რომ ის ხდება რომ თუ მას უნდა რომ მიაღწიოს წარმატებას და იმპერიისთვის წარმატება არის ის რომ ის იყოს ყველაზე ძლიერი ანუ არ არსებობს იმპერია რომელსაც არ სურს ყველაზე ანუ თვითონ იმპერიალიზმის ბუნებაში დევს ეს რომ ისწრაფოს გაძლიერებისკენ გაფართოებისკენ და ასე შემდეგ ის ხდება რომ ამისათვის რომ რუსეთი წარმატებული დიდი და ძლიერი იმპერია იყოს და შესაბამისად თვითონ იყოს ძლიერი მმართველი ხო ესეთ პიროვნებაზეა მიბმული ხო ესე არ არსებობს რომ რაღაცისთვის აკეთებს რაც შენ არ გეხება არა პეტრე პირველს ეხება კონკრეტულად და შემდეგ ეხება ალბათ რუსეთის იმპერიას ის იწყებს ცვლილებას, რეფორმებს და ცდილობს რომ დაამსგავსოს ზოგადად რო ვთქვა და ბევრი არ ვილაპარაკოთ პეტრე პირველზე, ცდილობს რომ დაამსგავსოს რუსეთის იმპერია ევროპულ იმპერიას. პეტრე პირველი აკეთებს და ცვლის მმართველობის სტრუქტურას, ოღონდ სტრუქტურას არა იმდენად, რამდენადაც იდეას, რომ რუსეთის იმპერია არის ევროპული იმპერია, მისი ცენტრი არის ახლა პეტერბურგი, რომელიც არის ფაქტობრივად და ევროპული არქიტექტურით და ქალაქის პირველი, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი პირველი სივრცე, ანუ ინფრასტრუქტურა სივრცესაც ახალს ქმნის, სადაც უნდა დაიბადოს ის საძირკველი, რომელიც იქნება განვითარებისთვის ევროპული იმპერიის შესაქმნელად საჭირო და ჩვენ ეს ვიცით მე ისტორიები, როგორ ფეოდალებს როგორ ძალით მოყავს იმაში, რომ პეტერბურგში, იმიტომ რომ არ უნდათ ჩამოსვლა და სხვათა შორის ის არის, რომ ძალით დააჭრა გაპარსა და წვერი, რეალ უფრო ჭკვიანური რაღაც გააკეთა, ძალიან მიყვარს ეგ, რომ იძულების მექანიზმები ჩადო. აი, ეს არის რაღაცნაირად უკვე კიდე ევროპული იმაზე გადასვლა, რომ პირდაპირ მნიშვნელობით კი არ ძალადობს. შეგეძლო წვერი გეტარებინა, ოღონდ გადასახადი უნდა გადაგეხა და დამატებით. წვერის ტარების. და ანუ ამ კუთხით ინსტიტუციური ძალების და კანონის კუთხით ცulis ის რაღაცა ჩვევებს რა. და ის ასე ვთქვათ ნიშნავს აღმოსავლეთისკენ სწრაფვის გეზს და კავკასიისკენ მით უმეტეს და საქართველოსთან ვიცით ჩვენ რომ მას აქვს კავშირი და ვახტანგ მეექვსესთან დიახ და თუმცა მას აქვს რუსეთის იმპერიას ამ მომენტში არ აქვს სამხედრო შნო მე ვიტყოდი ასევე და გამართული რაღაც ძალა რომ შემოვიდეს და ამდენად გაიზარდოს მაგ პერიოდში რომ სამხრეთ კავკასიაშიც ის იმ ტიპით შემოვიდეს რა ტიპითაც ის მე-19 საუკუნეში ამას აკეთებს მაგრამ მონიშნულია ეს ადგილი და ეს ფაქტობრივად ეხა არ მინდა რომ ისე გამოვიდოს რომ ალექსანდრე იმიტომ შემოდის კავკასიაში რომ რახან პეტრე პირველმა მონიშნა ეს რა უნდა წავიდეთ მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ რომ ყველა რუსეთის იმპერატორი მომავალში ცდილობს რომ მიემგვანოს პეტრე პირველს იყოს დარი მისი და ასოცირდებოდეს სხვები მაინც ადარებდნენ ეს ნიშნავს რომ ეს ეგრეთ წოდებული რაღაცა მემკვიდრეობითობა გრძელდება და ესე იგი კარგი მმართველი ხარ და ასე შემდეგ და რუსეთის იმპერიაც მე-19 საუკუნეში შემოდის საქართველოში ახლა უკვე ძალიან ძაფრად გულისხმობ იმას რომ არ არის აქ უკვე ნელთბილი დამოკიდებულება არამედ პირდაპირ ალექსანდრე პირველი აგზავნის ჯერ ცდილობს რომ გაერკვეს რა ხდება აქ ნორინგს უგზავნის წერილს და ეკითხება რა სიტუაცია არის როგორ მოქმედებს გიორგი მე-12 ანუ ერეკლეს შთამომავალი რომელიც ქართლ-კახეთის მეფე არის და პირდაპირ ეუბნება რომ ყავს თუ არა საკმარისი ჯარი და ჯარისკაცი და თუ არის შესაძლებლობა იმისა რომ თუ საჭირო იქნება ეს სამეფო დაიკავოს რუსეთმა. მიუხედავად იმისა რომ გიორგი მე-12 შვენიერი ურთიერთობა აქვს ანუ არ არის ის რაიმეთი ან უკმაყოფილო ან არ ქმნის პრობლემას რუსეთის იმპერიასთან ან ტრაქტატის ფარგლებში ასე შენ პირიქით ხო გიორგი მე-12-ისთვის რუსეთი არის ზურგი პირველი ფინანსურად იმიტომ რომ პენსია და ეს თანხას იღებს ის იმპერიისგან და მეორე ზურგი და გარანტია იმისა რომ შთამომავლანო ტახტი გადაეცემა მის შთამომავალს და არა ძმას ან
სხვა თან ახლა ერთიც უნდა გავითვალისწინოთ კონტექსტურად რა გიორგი მე-12-ის ქალთკახედი და თბილისი არის აღამაჰმად ხანისგან ახლად მოოხრებული ქალაქი არის თბილისი. ფაქტობრივად ხოცვა-ჟლეტვა, გადაწვა და გიორგი მე-12 აი სადღაც აი საპატრიარქოს მიდამოებში დღევანდელი საპატრიარქო სადაც არის. პატარა ორსართულიან სახლში ცხოვრობს. ხო და მას ყავს უამრავი ძმა, რომლებიც ეცილებიან ტახტზე, იმიტომ რომ ერეკლენ ბოლოს შეცვალა მემკვიდრეობის წესი, რომ ან უფროსი ვაჟიდან კი უფროს ვაჟზე კი არ გადადის, მაგრამ ძმებზე გადადის და ანუ ერთი მხრივ ძალიან სუსტი ჩამოშლილი ქვეყანა აქვს, მეორე მხრივ ეს შიდა კონკურენცია აქვს და მას რა უნდა გიორგი მე-12-ის ზაქიჭამიასაც ეძახდნენ სხვანაირად. ნორმალური კაი ცხოვრება უნდა, გარანტირებული უსაფრთხოებით, მისი შთამომავლობისთვის გარანტირებული და ამ ალექსანდრეს უგზავნის თხოვნას, რომ მარტო გეორგიევსკის ტრაქტატის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობებში კი არ იყო ჩვენი კურატორი, არამედ შიგნით შემოდი. ანუ შემოიტანე შენი მმართველობა. მაგრამ გიორგის მე მგონი გაცნობიერებული არ აქვს ეს რას ნიშნავს? არა აქვს და არც მგონია რომ აქვს შეკითხვას რაიმე მაგ ტიპის შეკითხვა საერთოდ საკუთარ თავთან სადმე სვამდეს. ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი აქ არის კიდევ რომ გიორგი არის ძალიან მორწმუნე და ის ფობიები და ის შიში რაც აღამაჰმად ხანის და ეს ჩარჩენილია, ხო? ეს ხო ჩვენი გადმოსახედიდან შეიძლება ცოტა ისე უყურებთ, მაგრამ საშინელებაა. საშინელება არა მხოლოდ ეს აღამაჰმად ხანი და საფრთხე ირანიდან, არა მხოლოდ ოსმალეთიდან, ხო, ორი ტიპის საფრთხე, არამედ ლეკიანო. და ამას იმიტომ ამახვილებ ყურადღებას, რომ მე დაუბრუნდებით, როცა ქართველ თავადებზე გადავალთ და ქართველი თავადების ადგილზე, ხო? რომ ლეკიანობა, რომელიც არის უდიდესი პრობლემა, ქაოსი, რომელიც ქმნის შიშს, მუდმივ შიშს, ხო? და ამ ყველაფრისგან დასაცავად ეს გულზე რაც უკიდიათ, ხო, ჯვარი, ციციანოს უკიდია და ეს რუსული იმპერიული ჯვარი არის ზუსტად ამ მასზე უნდა გეკოცნა, რომ დაგეფიცებინა და ფიცი შეგეფიცა იმპერატორისთვის, ხო? ეს ფარველად წარმოუდგენია რა. და ამ წარმოუდგენებში ხა ის გასაგებია რომ რაღაც კრიტიკულ შეკითხვებს არ სვამს, მაგრამ ნუ თავის თავთან მოგვარებულია ამ კუთხით, რომ აი ქრისტიანული მართლმადიდებლური ქვეყანაა, რომელიც მის გვერდით დგას. რეალურად ეს არის სხვაგვარად გულისხმობთ ისე, რომ მოდი რამდენიმე შრე გამოვყოთ რა, მსჯელობისას რომ რაღაცა არ გაგვექცეს. პირველი, როდესაც ჩვენ ყვებით ისტორიას, უნდა გვახსოვდეს ვისე ვლაპარაკობთ და ვინ როგორ აღიქვამს ამ დროს როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვას. იმპერიალისტურ პერიოდში და ეს იმპერიალისტური პერიოდი ძალიან დიდხანს გრძელდება, ხო? აი, მახსოვს შემგვეუბნებოდი პირველად რომ გავიგე რომ ესე რა ქვია, პატარა ერის არსებობა და მე ჩვენ რო რესპუბლიკა შევქმნით 1918-ში ეს იყო ესეთი პატარა ერი სახელმწიფო უფრო სწორად ინოვაცია, ხო? რომ და საერთაშორისო სამართლით სუვერენულობა გარანტირებული ეს პირი მქონდა დაღებული, იმიტომ რომ რას ქვია ჩვენ ამდენ სამეფო ვარსებობდით, ამდენ წლიანი ისტორია, დამწერლობა, რაღაცა ეს ეროვნული ისტორიიდან ამოალაგებ ეგრევე მაშინვე ამ არგუმენტებს, მაგრამ რეალურად იმპერიულ პერიოდში პატარა ქვეყნები არიან ან არ არსებობენ, ან არიან ბუფერული ზონები, ან დროებით გათავისუფლებული, რომლებიც აუცილებლად ცოტა ხანში ვიღაცის ინტერესის ქვეშ მოხვდება და ძალაუფლების ქვეშ, იმიტომ რომ მასე აღიქვამენ თვითონ იმპერიები ამ პატარა სივრცეებს. და ეს ძალიან კარგად ჩანს მანიფესტში ქართლ-კახეთის გაუქმებისა, სადაც ალექსანდრე სიტყვით ამბობს ამას, რომ ქართლ-კახეთი წარმოადგენს როგორც ცალკე სივრცეს, ცალკე უпроსტად ცალკე ქვეყანას, ასე ამბობს. ასევე ის წარმოადგენს ნაწილს რუსეთის იმპერიის საზღვრისა. ანუ ჩვენ რომ რეგიონს უყურებთ, რომ აგერ სამი ქვეყანა ეხა, ხო, და იქ ჩრდილო კავკასიაში კიდე რამ ხალხები და ჩვენამდე ისტორია ასე შემდეგ, იქედან გადმოსახედიდან
ნარატივში ჩანს, რომ ეს ტერიტორია არის ნაწილი სასაზღვრო ზოლის ნაწილია. და როგორც საზღვარი არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ასევე არის საზღვრის მიდამოები მნიშვნელოვანი რუსეთის და იქ რა ხდება. და მე ის მათი გადმოსახედიდან ბუნებრივია, რომ ალექსანდრო რო გვაინტერესებს რა ხდება და ჩართულები უნდა ვიყოთ, აბა როგორ? ჩვენ ხო იმპერია ვართ. პრინციპში ეხა არ მიმყვარს ეს ხტომიალი ისტორიასთან თანამედროვე, მაგრამ აი ძალიან იგივე რაღაცას ამბობს დღეს პუტინი. რომ ეს არის საერთოდ რუსები როგორ უწოდებენ, აი ბალტიის რესპუბლიკებიდან მოყოლებული, დამთავრებული ცენტრალური აზიით დღეს როგორ უწოდებენ ამას, ბლიჟნია ზარუბეჟი, ანუ ახლო საზღვარგარეთი. და ეს არის იმპერიული ტერმინი არის imperial borderlands, ანუ იმპერიის სასაზღვრო მიწები და აქ ნატო არ უნდა გაფართოვდეს, ევროკავშირი არ უნდა იყოს. აქ რა საბაჟო და სავაჭრო კონტაქტებია, ეს ჩვენ კონტროლქვეშ უნდა იყოს, რა იარაღი განლაგდება, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ხო? ანუ აი ეს შენ რაღაც სუვერენი კი არა ხარ აქ, ხო? რაღაც შენი ისტორიით კი არა ხარ და შენი თუნდაც საგარეო პოლიტიკური იდენტობით. არამედ სასაზღვრო ზონა ხარ რა და ანუ შენი სასაზღვრო ზონა უნდა მოემსახუროს, შენ როგორც სასაზღვრო ზონა უნდა მოემსახურო ჩემს როგორც მეტროპოლის ცენტრის საუკეთესო ინტერესებს. ხო, ეგ არის პრინციპში, ეს განგზობადია. კი, და როგორ ესე იგი ნარატიულად კარგად აქვს ჩამოყალიბებული ეს მანიფესტის ტექსტი, რომ ქართლის გაუქმების მანიფესტს ვამბობ კიდევ ერთხელ რომ ხო წარმოადგენს ეს ამას საზღვრის ტერიტორია არის. ჩვენ შევიტყვეთ რომ გიორგი მე-12 გარდაიცვალა, თან ვეღარც უძღვებოდა კარგად საქმეს და უყურეთ როგორი სიტუაციაა, რომ თქვენ ეხა ნახეთ რა დღეში ხართ და ჩვენს გარეშე არც არაფერი გეშველებათ. ოღონდ ამას ძალიან ისე თითქოს აი სკოლაში ისე გვასწავლიან ხოლმე რა, რომ აი ეს გვითხრა რუსეთმა როგორ გაგვიბედეს რა და რაღაც. იმათი გადმოსახედიდან რეალურად რომ ნახო მართლა რა ხდება, ხო? რუსეთის ამბობს და ალექსანდრე პირველი. ისეთმა ღირსებით სავსე მეფემ, ღირსებითა და სულიერებით სავსე მეფემ, როგორიც იყო ერეკლე მეორე, მანაც კი ვერ მოახერხა, რომ უსაფრთხოება და მშვიდობა შემოეთავაზებინა თქვენთვის. და უზრუნველეყო. და პირიქით თქვენ მუდმივად და ეს ძალიან ისე აქვს აღწერილი რა, რომ თქვენ მუდმივად ბოროტთა უფსკრულებში ცვიოდით. და ქართველ ხალხს ემუქრებოდა პასუხისგების გარეშე. ანუ სხვები ის მტერი რომელიც მოვიდოდა და საქართველოს აოხრებდა, მას პასუხს არავინ არ მოსთხოვს. თქვენ ვერ მოსთხოვთ, იმიტომ რომ ცოტანი ხართ. თუნდაც აღამახმათხანი, ანუ ვიღაც პასუხისგების გარეშე თქვენ ყველა გემუქრებათ, რომ მოვიდნენ და აღგავონ პირისაგან მიწისა, ისე რომ თქვენი სახსენებელიც აღარ იქნება, მაშინ როცა დღეს თქვენი სახელი განთქმულია მთელს აზიაში. ანუ ასე ახასიათებს. თქვენ ხართ აზიის ნაწილი, თქვენი სახელი განთქმული აზიაში, როგორც მებრძოლი ვაჟკაცი ხალხი, აგერ ერეკლე მეორე ყავდათ, სულიერებით, ანუ მართლმადიდებელი ქრისტიანი მეფე, რომელიც მეომარი და ღირსეული ადამიანი იყო, მანაც ვერ მოახერხა ვერაფერი, ვერ გააწყო და შესაბამისად თქვენ ახლა იძულებულები ხართ, რომ ჩვენ დაგვემორჩილოთ. და ჩვენ შესაბამისად თავაზობთ უსაფრთხოებას და სტაბილურობას. ანუ ეს თავაზობთ კი არ არის, ეს არის ფაქტობრივად, ანუ გადაწყვეტილებას აცნობს. გექნებათ, ხო, რომ ანუ მე ეს გადავწყვიტე და ახლა გაცნობთ ამ გადაწყვეტილებას, რომ თქვენ არაფრის თავი არ აგაქვთ, მე მოვედი, იმიტომ რომ ესეთი წარსული გქონდათ რაღაცა და მე მოვედი და აი წყალობა მოვიღე რა. მე კი იმასაც აღნიშნავს მანიფესტში თუ ზუსტად მახსოვს, რომ ჩვენ აი ეს იმპერიის გაფართოება კი არ გვინდაო, იმიტომ რომელიც ესე დიდი არისო უკეო და აი ესე ჩვენო ტვირთი ავიღეთო რა, პასუხს და ანუ მადლობა უნდა უთხრა რა, ეგეთი ის არის რა ქვია და ტონი და ტექსტი ეგეთი არის რა. კი, ზუსტად და თან უნდა წარმოვიდგინოთ სად უკითხავენ ხო ამას სიონში თან ეხა უყურეთ სიონი
დღეს ჩვენთვის შეიძლება სხვანაირი სიმბოლოა, მაგრამ მაშინ არის აი სიონის სიმბოლურობა მე-20 საუკუნის დასაწყისშიც კი ჩანს რა. რამდენად ძლიერი და ისეთი ხატია, სახე ხატია სიონი. აი მაგალითად სიონის ზარს რო ჩამოხსნიან 30-ში რა და გადაადნობენ ეს რამხელა ტკივილია ლექსები იწერება ამაზე, რაღაცა მოთხრობა იწერება და რაღაცა ტრავმაა ესეც რა, რომ ესეთი ფუძეა ფაქტობრივად კულტურის. არა რელიგიის, არა კულტურის. საკათედრო იყო ხო, საკათედრო ტაძარი. და ეს სიონის და შემორტყმული ისა რა ქვია, ჯარისკაცებით და უნდა დაიფიცო, ანუ უკითხავენ თან ამას კიდე ერთხელ. ხალხზე და ქართველ ხალხს და გლეხებზე არ ვლაპარაკობთ. იმიტომ რომ ამ რეალურად მათ არც არავინ არაფერს არ ეკითხება. და ეს უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც მე-19 საუკუნეზე ვლაპარაკობთ, სანამ ფეოდალიზმი არ გაუქმდება და გაუქმების შემდეგაც ჩვენთან არ უქმდება ასე რომ всё ფეოდალიზმი აღარ არის, ნახევრად უქმდება და ამას ძალიან ძალკე დიდი პრობლემები მოჰყვება. ხალხი არის ფენა, რომლისთვისაც, როდესაც რუსეთის იმპერია შემოიჭრა ქართლახეთის სამეფო უქმდება, იცვლება მათი ბატონის ბატონი. უშუალო ბატონი მათი იგივეა. თუ ცხადია ან არ გადაასახლეს, ან არ მოკლეს რუსებმა, ან ასე შემდეგ, ხო? ამიტომ პოლიტიკურ აღქმაში რა, ეს უნდა გვახსოვდეს, რომ არ არსებობს ამ დროს ისეთი აღქმა, რომ აი რუსეთი შემოვიდა და ჩვენ აი ლელდღუნია რასაც ამბობს რა. ეგ არის ილიას თავში და ის პროდუქტი, როდესაც ჩვენ უკვე საკუთარი იდენტობა რაღაცნაირად გავიჯინეთ, მოვითხოვეთ, ვიბრძოლეთ და ასე შემდეგ. მე-19 საუკუნის დაწყისში ურთიერთობა ხდება ფეოდალებთან, ელიტებთან, არისტოკრატიასთან და ზუსტად ეს თავადები არიან სიონის ეკლესიაში და მათ უკითხავენ ამ მანიფესტს, აცნობენ, რომ თქვენი სამეფო გაუქმდა, ქართლის სამეფო აღარ არის, თქვენი უშუალო მართველი იქნება აწე იმპერატორი და მოდი აი ერთი წინადადებით კარგად რომ აი მაყურებლისთვის კარგად რომ და მსმენელისთვის კარგად რომ წარმოიდგინოს აღქმაც რა მსოფლმხედველობა. იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ გადავიდეთ იმ დროში და იმ დროიდან შევხედოთ. ვერტიკალურია ხო? იერარქია მთლიანად და იერარქიის თავში აუცილებლად დგას ღმერთი. ღმერთი არის დასაწყისში და ეს ღმერთი არ გეგონთ რომ არის იესო ქრისტიანში, ეს არის ინსტიტუცია. ინსტიტუცია, რომელიც წარმოდგენილია როგორც ლეგიტიმაციის მიმცემი მეფისთვის. რომ მირონს, როდესაც აცხებს კორონაციის დროს მეფეს ან იმპერატორს, ის მეორეჯერ მირონცხებული, ანუ გამოგზავნილია ის ღმერთისგან და მას აქვს ლეგიტიმაცია რომ მართოს. თავში არის ღმერთი, შემდეგ მოდის მეფე, მეფის შემდეგ მოდის შეიძლება მისი სამეფო ოჯახი და ასე შემდეგ, შემდეგ თავადები, აზნაურები და გლეხები. შეიძლება ეს ჩაშალო კიდე და გლეხი ნახო და ოჯახის ინსტიტუტი ნახო, რომ დღეს ძალიან ისეთი თემაა, ხო? იქ რას ნიშნავს ოჯახი და იქ პატრიარქალური სისტემა რას ნიშნავს და შიგნით ოჯახშიც როგორ არის გაყოფილი ეს როლები და ასე შემდეგ და ეს არის რეალურად სისტემა, რითაც შეიძლება მართოს საზოგადოება. და ხალხი. ამ სისტემაში იცვლება, რომ გლეხისთვის მეფე შეიცვალა, კი არა და უпростоრად დაემატა იმპერატორი ამ ვერტიკალს. ანუ ქართლახეთის მეფე ამოვარდა და დაემატა იმპერატორი. იმპერატორის მაღლა არის ღმერთი ისევ, ანუ ეს რაღაც არ დანგრეულა და ვაიმე არ, ანუ კი ჩვენი გადმოსახედიდან ეხა ეს მართლა და იქაც საშინელება ხდება, მაგრამ იმ კუთხით საშინელება არ არა, კუთხითაც ჩვენ ეხა ეს წარმოგვიდგენია. რომ ძალაუფლების ვერტიკალი არ იცვლება. ღმერთი ისევ არის, შემდეგ იმპერატორი არის, იმპერატორი ვის გამოგზავნის და ვინ იქნება აქ ჩვენი მმართველი. მოდი ეხა მაგას ეგ ვნახოთ და შემდეგ ისევ თავადები, ისევ აზნაურები და ისევ გლეხები. და გლეხებისთვის იცვლება სიტუაცია მაშინ თუ შემოდის ახალი გადასახადი, შემოდის რუსული გადასახადი, დამატებითი გადასახადი, ან შემოდის ეგრეთ წოდებული სალდათობა, ანუ ჯარში, რუსულ ჯარში გაწვევა, რაც ქართულ საზოგადოებაში და გლეხებშიც ძალიან დიდ პროტესტს გამოიწვევს, იმიტომ რომ ჩვენთვის არ იყო ეს, როგორც ამბობს ხოლმე მორჩილაძე, გლეხის ომი იყო სირცხვილი. ანუ აზნაურს და ფეოდალს ხმაურობდნენ, რომ გლეხი ომში დაიყვანა პირი, ანუ ისინი იყვნენ, ვინცაც უნდა ეომა და ებრძოლათ რა.
და მოდი გადავიდეთ უკვე ამ ინსტიტუციურ ბუნებაზე, იმ ინსტიტუციურ ბუნებაზე, რომელიც რუსეთის იმპერიას შემოაქვს. მოდი კავკასიას არ ვიტყვი, იმიტომ რომ კავკასია იმდენად მრავალფეროვანი და ძალიან დიდი სივრცეა და ძალიან მრავალგვარად დაყოფილი. ვიტყვი ქართლ-კახეთს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ქართლ-კახეთი და საქართველო უბრალოდ ამ შემთხვევაში ვიტყვი ქართლ-კახეთის სამეფო და ქართული პოლიტიკური კულტურა არის ახლოს ცხადია ამ იერარქიით, ამ ვერტიკალით რუსულ მმართველობისთან. ანუ ეს ჩრდილო კავკასიასთან ხო და ამ ჩრდილო კავკასიელ ხალხთან კიდე ესართულებს ამას, რომ იქ ფაქტობრივად ვერ ჩაანაცვლებენ რუსები. იქ უნდა გაანადგურო და შექმნა ვერტიკალი. აქ ვერტიკალი არსებობს. მაგრამ გიო შეხედე როგორ ხდება ეს კოლონიალიზმის დამყარება, როგორ ხდება? ანუ შენ ძალიან სწორად თქვი, რომ ეს ვერტიკალი არის ღმერთი, იმპერატორი, მერე თავადი, მერე გლეხი, ხო? ანუ ღმერთს, თავადს და გლეხს პირველ ეტაპზე არ ეხებიან. პირველ ეტაპზე, აი ეს როცა გაუქმების მანიფესტი მოდის ალექსანდრე პირველისა, ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების ჩანაცვლება ხდება მხოლოდ მეფის, ანუ საქართველოს მეფეს ჩაანაცვლებს რუსეთის იმპერატორი და სამეფო ოჯახს ქართულს ჩაანაცვლებს რუსული სამეფო ოჯახი და რა ხდება 1802 წელს ზუსტად ეს ხალხი აჯანყდება. ანუ ეს სამეფო ოჯახი აჯანყდება და ეს ჩანაცვლება უნდა იყოს სრულფასოვანი, იმიტომ რომ ამ სამეფო ოჯახს გარეკავენ, ანუ უნდა გაყარონ ქვეყნიდან, რომ აქ პრობლემა არ დარჩეს. ასე რომ ვთქვათ, ალტერნატივა არ იყოს, შფოთი არ იყოს, ვინმეს ყური არ კონდეს ის გონება მიმართული, რომ აი რამე სამეფო ოჯახს შეიძლება დავაბრუნოთ. ანუ აღარ უნდა არსებობდნენ, ფიზიკურად უნდა განადგურდნენ. მაგრამ ეს ფიზიკურად განადგურება არ ხდება ეს როგორც 37 წელს იყო, ხო, რომ სტალინი რო ხურეთ და იმიტომ რომ მეფის ოჯახის, ანუ სამეფო ოჯახისგან სამეფო ოჯახის სისხლის დაღვრა ანათემა არის, არ შეიძლება, მაგრამ გააგზავნე პეტერბურგში მიეცი კაი სასმელი, საჭმელი, ცხოვრება. კი, ერთადერთი ეგ ჭირდებათ, იმიტომ რომ იციან ეს ვერტიკალი როგორ ჩაანაცვლონ, ანუ როგორ შეცვალონ. ამ ვერტიკალის აი და კარგი იქნება თუ მაგალითად რა ვიცი, ღევანდელობასთან უამრავი პარალელი ევლება რა. პირველ რიგში ვისთან არის კონტაქტი, რატომ არის კონტაქტი და რა არის მიზნები. მიზანი ამ შემთხვევაში არის, რომ რუსული მმართველობა აეწყოს, ხო? და როგორ უნდა აეწყოს? მმართველობის ამ ვერტიკალში მმართველობის ერთ-ერთი საყრდენი არიან თავადები. თუ აქ თავადებს მოსრი, ხო? შენ ფაქტობრივად მმართველობის საყრდენს აცლი შენს თავს. და ანუ პოლიტიკური ეს იერარქია ეგრეა დალაგებული. გჭირდება ეს ხალხი. და ეს ხალხი თავადებს გულისხმობ, ხო? თავადებს აქვთ ცალკე რაღაცა ეს ინდივიდუალური არაფორმალური კონტრაქტები, ან შეიძლება ფორმალურიც მეფესთან, რომელიც მათ აძლევს პრივილეგიებს და შესაბამისად ის მეფე მართავს, აი როგორ რაღაცა მეფეები გლეხებს ნანახი არ ყავდათ, ხო? ანუ თვალით ვერ ნახავდი, იმდენად არ გქონდა კონტაქტი, ხო? ანუ მაგდენად არის გაწყვეტილი რა, კარგად რო წარმოვიდგინოთ მართლა მმართველსა და ქვედა ფენას შორის ურთიერთობა. შუა რგოლები თავადი და აზნაური არის საერთოდ მნიშვნელოვანი, რომ ეს რაღაცა როგორც პოლიტიკამ, ასევე ეკონომიკამ, სოციალურმა ყველაფერმა იფუნქციონიროს რა. მაგრამ შეხედეგიო, ეს ხო პირველი სამეფო ოჯახს ამ იერარქიაში, ვერტიკალში, პირველი სამეფო ოჯახი ჩაანაცვლეს მოსრეს, ასე რომ ვთქვათ. მაგრამ და ეს არავის არ ეხება სხვას იმ ეტაპზე. მაგრამ შემდეგ შეხედე, როცა რუსეთის იმპერიალისტური ომები იწყება სამხრეთ კავკასიაში, სპარსეთისა და ოსმალეთის წინააღმდეგ, ამას, ანუ კოლონიალიზმს უკვე საკუთარ ტყავზე ძალიან ზედმიწევნით იგრძნობს ქართული გლეხობა. ამაზე მინდა რომ შევჩერდეთ, და ამაზე მინდა რომ კითხვა დაგისვა, მაგრამ რომ ერთით რომ გადავახტეთ და მე დაუბრუნდები ამ საკითხს. გლეხობასაც რომ ასე რომ ვთქვათ, ცეცხლთა და מחვილით დაიმორჩილებს, ამ აჯანყებებს ჩაახშობს, შემდეგ უკვე გადადის ფეოდალებზეც 1820-იანი წლებიდან. ანუ მანამდე 1810-იან წლებში ეკლესია, საკათალიკოსოს ავტოკეფალიის გაუქმება, მერე ეკლესიისთვის მიწების ამ ვერტიკალში რაც არის ყველაფერს ეხება ნელ-ნელა. ხო, ნელ-ნელა, ოღონ ეტაპ-ეტაპ. ეტაპ-ეტაპ, აუცილებლად. ცალკე და ანუ ერთობლივად არა, ამიტომ ჩვენ ასე ვთქვათ, ეროვნული აჯანყება არ გქონია, რომ სადაც აი მოსახლეობის ყველა ფენა არის ჩართული, ყველა იბრძვის რუსების წინააღმდეგ, არა.
ეტაპ და გეოგრაფიულადაც სხვათა შორის, ხო? ჯერ ხევი, მერე კახეთი, მერე ესა, მერე ისა. და ანუ ყველას რომ მოსრის, ხო? ანუ აი ეკლესიას მაგალითად რა უქნა? ეკლესია ჩვენ ხო ფორმალურად მაინც საეკლესიო და სამეფო ძალაუფლება ხო გამიჯნული იყო საქართველოს სამეფოებში. მართალია იქ კათოლიკოსები ძალიან ხშირ შემთხვევაში იყვნენ ბაგრატიონები და მეფის ძმები და შვილები და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც ყველგან ბუნებრივია. ხო, ინსტიტუციურად მაინც ცალ-ცალკე არიან ესენი. პეტრე პირველის რუსეთში, პეტრე პირველიდან მოყოლებული ეკლესია არის სახელმწიფო ბიუროკრატიის ნაწილი. ფორმალურად სახელმწიფო ბიუროკრატიის ნაწილი არის, მას მართავს ობერპროკურორი, სამოქალაქო პირი, რომელიც ინიშნება იმპერატორის მიერ, თვალ და ყური იმპერატორისა. ესე ქვია ობერპროკურორს და სადაც შედიან ყველგან, ანუ აი ამ ასე ვთქვათ, არ არსებობს პოლიტიკური და რამე სხვა სახის დამოუკიდებლობა ფინანსური ეკონომიკური დამოუკიდებლობის გარშე, ხო? ამიტომ ეკლესიებს მამულებს ართმევენ და მღვდლები გადაყავთ ხელფასზე, როგორც საჯარო მოხელე, იმიტომ რომ ეხლა დღევანდელ ცხოვრებაში ჩვენ ქართველებმა ყველაზე კარგად ვიცით საჯარო მოხელე თუ ურჩობს რა შვება ამ დროს ავტორიტარული სახელმწიფო. ხო, ანუ იმ ხელფასს შეუწყოს და დააწყებენ შიმშილობას, ამიტომ ხელფასზე გადაყვანილი სასულიერო იერარქია ყველაზე იოლად სამართავი არის. ამას აკეთებს მე 1820-იანი წლებიდან უკვე მისდგება ფეოდალურ წოდებას და შენ რანაირი ფეოდალი ხარ, ერთი დამიმტკიცე, ანუ საბუთი მომიტანენ რომ ნამდვილად ფეოდალი ხარ და ეს არის, ანუ ამ ფეოდალებსაც 1800-იან, 10-იან, 20-იან წლებში უყურებენ როგორც ველურებს. ანუ არ არიან საკმარისად ცივილიზებული ფეოდალები, ხო? რომ ისინი მართალია გიორგიევსკის ტრაქტატში გაწერილი იყო, რომ რუსულ ფეოდალებს საქართველოში იგივე უფლება ჰქონდათ, რაც ქართველებს და ქართულ ფეოდალებს რუსეთში. თითქოს ისინი ერთნი არიან და ერთი წონისარი არიან, მაგრამ რეალური დამოკიდებულება არ არის ეს, იმიტომ რომ ფეოდალს გამოაცალეს, ანუ მართველობა. ანუ ჯერ ესეთი ამ ფეოდალების უდიდესმა ნაწილმა რუსული არ იცის საერთოდ. ჩოხა-ახალოს ჩერკესკას, როგორც რუსები ეძახდნენ, ატარებს და ფრაკი არ მოურგია ჯერ. ეს გენერლის ეპოლეტებზე ძალიან ცოტა არის შემწუდარი, მაგრამ ვინც შეწუდა ამ გენერლის ეპოლეტებს, ისინი პირიქით რუსული კოლონიალური მმართველობის დასაყრდენები არიან, ხო? თქმა უნდა, ზუსტად კი. ხო, და ვინც ენა ისწავლა და სხვა და სხვა. ანუ ეს ველურები, რომლებიც ჩერკესკით დადიან, რუსული არ იციან და რაღაც ადგილობრივი წესები და ჩვეულებები აქვთ, ეს ხალხი სოციალურად დაინახა კოლონიურმა მმართველობამ და მას მიუდგა რომ კოლონიურად. ხო, 1920-იანებში უკვე ამ ფეოდალური წოდების შევიწრობა მიდის. აი, ეს ეტაპები არის და მე ხდება ერთგვარი, მე უკვე ვანაცოვის ეპოქა მოდის, ინსტიტუციონალიზაცია ხდება და მე ქართული ფეოდალების კმაყოფილება იწყება, მაგრამ სანამ აქამდე მიუვალთ, აი, რო დავიწყოთ, აი, ხალხზე რო გადადის ეს ამბავი რა. აი, ძიმე ისტორიებია ძალიან და მინდა რომ ეს მოყვე, აი, იმის დროს ხევის მთიულეთის აჯანყების დროს ანანურის მაზრის ამბები, კახეთის აჯანყების ამბები, ანუ რას ნიშნავს კოლონიური მმართველობა, როგორ უყურებს ის რა. ეხლა მე და შენ ახლა რაღაც ბუზი მოკლათ და ყოღო მოკლათ და რო არ დაგვენანება, ხო? და ახლობთ ეგეთი ამბავი რა. ხო, ეგეთ რაღაცას ვიტყვი, რომ დასაწყისში რო გვეთქვა ალბათ უკეთესი იქნებოდა. კოლონიალისთან ერთად სარჩულად ჩვენ გულისხმობთ ორიენტალიზმსაც, ეგრეთ წოდებულს, ეს არის ედვარდ საიდის ტერმინი, რაც გულისხმობს მარტივად რო ავხსნათ 4 მთავარ პრინციპს, ეს არის რომ პირველი არსებობს ოქციდენტი, ანუ განვითარებული, ცივილიზებული მხარე, არსებობს ორიენტი, განვითარებული, ძირითადად და ორიენტი ეს არის აზია და oriental studies დღესაც, ხო? ანუ ჩვენთან რო აღმოსავლეთ მცოდნეობა არის, ეს არის oriental studies, ხო? აღმოსავლეთი არის ორიენტი. და ის არის შენზე დაბლამდგომი, არის ასევე შენზე დაბლამდგომი კი არის, მაგრამ თან ეს ეფუძნება იმ რწმენას, რომ მას არ შეუძლია საკუთარი თავი აღწეროს, დაახასიათოს, რაციონალურად იაზროვნოს და აქედან გამომდინარე რომ მიხვდეს რა აკლია და მერე განვითარდეს რა. თვითონ არ შეუძლია მას, დახმარება ჭირდება და ერთ-ერთი მთავარი კიდევ ის დასაყრდენი ის რომ ის არის საშიში, იმიტომ რომ ველურია მოთვინიერება სჭირდება. ანუ ესე რომ უბრალოდ იარსებოს რა, საშიშია შენთვის, ანუ ემან სადმე ქართველი არ შეგხვდეს გზაზე, იმიტომ რომ საშიშია, იმიტომ რომ განუვითარებელია, უვიცი არის და უნდა მოერიდო, როგორც რაღაცა ველურ გარეულ ცხოველს მოერიდებოდი რა.
დამოკიდებულება არის ასეთი, რომ რუსეთი შემოდის აზიაში და ისეც რო წარმოიდგინოთ, რა ეხლა კი რუსეთს არ აქვს ანუ ზღვისიქითა კოლონიები, მაგრამ ტერიტორია იმხელაა, რომ პეტერბურგიდან ჩამოხვიდე თბილისში იმხელა რამხელა ის გიწევს, ხო, გზა და რკინი გზა არ არის მაშინ თან და რკინი გზა არ არის, ხო, და რამხელა გზა არის, რამხელა ხიფათი, რამხელა ისა და მე თან ეს რუსულ რომანტიკულ და პუშკინებთან, ლერმონტოვებთან ყველასთან რო არის, რომ წარმოდგენთ როგორც აი ეს რომანტიკული გმირის რაინდის რაღაცა მოგზაურობა, წარმოიდგინეთ კავკასიონის მიღმა, ანუ სამხრეთი სადაც იწყება რა. იქ ამის იქეთ იწყება სამხრეთი სამხრეთი მათთვის არის ჩვენთვის რაც არის აღმოსავლეთი რა. ინდოეთი, ირანი და იქეთ არის აი ეს ორიენტი და აი ამ ადგილას მოდიან ისინი თავგადასავლებისთვის, სახელის მოსახვეჭად, ამბების რაღაც საგმირო საქმეების, რაღაც ასეთი არ უნდა დავიწყოთ, ეს ამ ეპოქას ახასიათებს რა და ისინი მოდიან აქ და მათთვის ქართველი ფეოდალებიც კი არ არიან რაიმე ტიპის განვითარების დონეზე მყოფები და ხალხი ხომ მით უმეტეს. ხალხი თავად რუსეთის იმპერიაშიც რო შეადარო, როგორი დამოკიდებულება აქვს მათ დაბალი ფენის მიმართ და იგივე აი ალეკო მეუბნებოდა ხშირად როდესაც კუტუზოვზე წერდა წიგნს მისი ანუ ეს მოგზაურობა და მგზავრის წერილები და ჩანაწერები ეს ხო ილიადთან არ არის დაწყებული, უფრო ადრე არის დაწყებული, ხო, აგერ ორბელიანსაც აქვს და ასე შემდეგ. კუტუზოვს აქვს ჩანაწერი, როცა დაიწყებს ამ მოგზაურობას და ხალხს რო ეცნობა რა, უბრალოდ ხალხში რო დადის, რომ ლაპარაკი არ ესმის ამ ხალხის და რა დღეში არიან და როგორ აცვიათ და ვინ არიან ესენი და ესენი როგორ არიან რუსები, საერთოდ და მეც რუსი ვარ და ესენიც რუსები არიან, რანაირად. ანუ ეს ხდება რა, რომ მეც და ისიც, აი, სასამართლოში მეც და იმასაც საერთო ისა რანაირად. ზოგადად მე და ის ერთნაირად როგორ უნდა ვიყოთ აღქმული რა. არ არსებობს ეს მათ წარმოსდგენაში, იმიტომ რომ აბა მისი გვარი, მისი წარმომავლობა, ეს ყველაფერი ნაგავზეა გადასაყრელი. ფეოდალის რეალურად ნამუსხსინდის და ღირსებას ეხება რა. ეს რაც ჩვენთვის დღეს ბუნებრივია. და ხალხი, როდესაც ისინი აქ შემოდიან, ხალხი მათთვის არის მართლა ეს ჭიანჭველის ფასი. აქვს ადამიანის სიცოცხლეს და არ უნდა დავგვეჭროთ, როდესაც ჩვენ ორიენტალიზმს და იმპერიალიზმს ვახსენებთ ან კოლონიალიზმს, ის რომ რუსეთის იმპერია და ეს ერთ-ერთი თავარდებულება, რომელიც უნდა გვახსოვდეს, რუსეთის იმპერია ცდილობს, რომ თვითიდენტიფიკაციაც მოახდინოს. ის არ არის აღიარებული როგორც რაღაცა ევროპული იმპერიად, არც საკუთარ თავთან, არც დასავლეთის მიერ არის აღიარებული, არც აღმოსავლეთის მიერ არის აღიარებული. არა და უნდა. და ზუსტად ეს რომ მას სურვილი აქვს, ამ სურვილის მანიფესტაციისთვის მას ჭირდება რომ მასზე დაბალ მდგომს მიემართოს და თქვას რომ შენ დაბალ მდგომ, ანუ საკუთარი თავი განსაზღვროს სხვაზე დაყრდნობით. და ამბობს რომ შენ ხარ განუვითარებელი და რამდენიმე რაღაცა არის აქ რომ განუვითარებელი რომ ხარ, რეალურად კოლონიალიზმი და ორიენტალიზმი გულისხმობს იმას რომ ის რომ დაგინახავს შენ, ის მიხვდება რომ ანუ განუვითარებელი გლეხი რომ დაგინახავს მიხვდება რომ შენ უფრო აღმატებული ხარ მასზე. აი მაგალითად ვორონცოვზე რო გავკრათ კბილი, ხო, ვორონცოვს უნდოდა რომ კატერი ორთქლის ძრავით მავალი კატერით ევლო მტკვარზე წერილი აქვს ნახის არქივში, რომ გაგზავნილია თანხასაც მიწერილი აქვს რამდენს იხდის, რომ ამ თანხას გადავიხდი და კატერით მინდა ვიარ, ანუ გლეხი რო დაინახავს, ვიღაც ნებისმიერ რომ ეს მოდის ამაზე, უკვე უნდა გქონდეს ეს, რომ აი აღმატებულია ჩემზე, განვითარებულია და პირიქით, ანუ მას უნდა მორჩილებდა კი არა, უნდა ვისტრაფო მისკენ რა. ეს რუსებს არა აქვთ თავიდან, აშკარაა რომ არა აქვთ და რახან არა აქვთ, ამის ხაზგასასმელად ისინი იყენებენ ძალადობას. რომ მე აღმატებული ვარ და მე ძლიერი ვარ შენზე, იმიტომ რომ ვძალადობ. აი მის ეპიზოდი, ციციანოვის ეპიზოდი რო არის. არა მხოლოდ ხო, აი ციციანოს რომ იმიტომ რომ მე და შენ კი ვიცით, მაგრამ კი, ციციანოვის მმართველობის პერიოდში ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს მაგისა.
თვითონ ციციანოვი რომელიც ციციშვილი არის გვარად და არის ვახტანგ მეექვსის დროს წასული თავადის ციციშვილის შთამომავალი, უკვე გარუსებული და რუსულ რუსულ სამყაროს შეზრდილი. ქართული არ იცის, ხო მგონი? არ ჩანს, ანუ მე არ მინახავს არსად რო ჩანდეს, რომ ქართული იცის, ამიტომ ეს დაუსტევით ვერ ვიტყვი, მაგრამ რეალურად რომ ცოდნოდა შეიძლება არც ელაპარაკა ამაზე, იმიტომ რომ დაბიო ხალხის სცენა არის რა, პირიქით, ანუ ის მაქსიმუმ შეეცდებოდა რომ ფრანგულად დაელაპარაკებინა თუ ანუ რაღაცა ეს კიდე უფრო დაბიურ ენაზე აღარ არის საჭირო რა. და ციციანოვი როდესაც მაგალითად აქ წერილებს გზავნის სულთნებთან, იგივე პირველი მთავარმართებელი არის, ანუ ასე რომ ვთქვათ, რუსული კოლონიალიზმის პირველი დამამკვიდრებელი არის კავკასიაში. დიახ. 1800-იანი წლებია ეს. რეალურად მის მმართველობაში ჩანს პირველი მიზნები რა აქვს. უკვე რუსეთის იმპერიას უკვე ჩამოთვლილი მიზნები რა არის რა, იმიტომ რომ მას რო უგზავნიან ამ წერილს, კარგად ჩანს ჩამოთვლილია რა არის. პირველი არის რომ ასაც ვამბობთ, რომ უნდა გადაასახლოს სამეფო ოჯახი, ანუ ქართველ ფეოდალებს მან უნდა გამოაცალოს ამ ვერტიკალ იერარქიაში საყრდენი, რომელიც არის ლეგიტიმური უფლებების მიმცემი ფეოდალებისთვის. ანუ უნდა გამოაცალოს ქართული ბაგრატიონთა ოჯახი. შეიძლება ბაგრატიონთა ოჯახი აქ არ გეყოლება, ერთადერთი რასთანაც რასთანაც მოუწევთ ურთიერთობა, ეს არის რუსეთის იმპერია და ფეოდალები იძულებულები იქნებიან, რომ რაღაც ტიპის ურთიერთობაში ჩაებან და რაღაცა ის კონდეთ რა. ეს არის ერთი, მეორე არის რომ ერევანი და განჯა აიღოს და რაღაცნაირად თბილისი მოაქციოს რაღაცა იმაში, რომ არ იყოს ღია თბილისისკენ მომავალი გზები და დაიწყოს სვლა ასევე დასავლეთისკენ რა, იმერეთის სამეფოსთან აქვს ხშირი კავშირი და ასე შემდეგ. ბევრი საქმეა, ძალიან ბევრი საქმე არის. თან ისეთი ცოტა ჯარის რაც ამ დროს ციციანობს ყავს. თან გზები არა აქვს, კაცო, ანუ მაშინ ეს წარმოიდგინე რომ უდაბურო ადგილებში არის შემოსული. სამხედრო გზაც არ არის. ანუ აქედან რომ მისწერო ჯერ წერილი როდის ჩავა ეგრეთ წოდებულ კავკასკაი ლინიაზე, ანუ კავკასიონზე, რომელიც კავკასიის ხაზი არის, სადაც რუსული ბატალიონები არის განლაგებული და იქედან როდის ჩამოვა ეს კიდე დამხმარერაზმი ან გამოაგზავნიან თუ არა, კაცმა არის. ამიტომ თავის თავზეა დამოკიდებული, თავის შნოზე და წერილებში წერს ეს რაღაცებს ერთ-ერთ წერილში მაგალითად სულთან ალის წერს, რომ თქვენ ციციანოვი ბაქოს თუ არ ვწდები ბაქო და ყუბა არა ბაქო არ არის ბაქომდე არის ერთ-ერთი ბაქო ყუბა შემახა რომელიღაც შეიძლება შემახა არის და წერს რომ პირველ რიგში ეტიკეტი ასეთ რომ როგორც ევროპული წესია და ევროპული იმპერიის წესია მე გთხოვთ თქვენ რომ დამნებდეთ ეს არის პირველი რა ამაზე პასუხს რო თუ წერ რო არა რატო უნდა დაგნებდე კაცო ვიბრძოლოთ რა რადანაირი წესიც არ უნდა იყოს ამ დროს უკვე იცვლება ან პირველივე ამ მომენტიდან იცვლება რიტორიკა იმიტომ რომ შენ ვერ მიხვდი ვინ არის შენს წინააღმდეგ რომ დიდი რუსეთის იმპერია არის რომ ქრისტიან ქვეყანა და ცივილიზებული და ასე შემდეგ და შენ მაგას ვერ ხვდები იმასაც რომ შენთვისვეა ეს კარგი და შენს გამო მოვდივართ ასევე ესე იგი შენ ამ ყველაფერს თუ ვერ ხვდები ესე იგი შენ ხარ განუვითარებელი უვიცი აზიური სამყაროს ნაწილი და შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს შენთან მხოლოდ ძალადობა გაჭრის და პირდაპირ ამბობს ამას ციციანოვი ეუბნება სულთანს რომ თქვენ ვირის ტვინი და ძაღლის სული გაქვთ ანუ განუვითარებლები არ ხართ გონება არ გაქვს რაციო არ გაქვს და სული არც ქრისტიანი ხარ ანუ ამ კუთხითაც არ გაქვს რაღაცა წვდომა ჭეშმარიტებაზე რა. ორივე კუთხით ხარ ჩამორჩენილი შესაბამისად, ვერც იმას მიხვდი რომ უნდა დამორჩილებოდი, შენ გელოდება განადგურება. ეს არის მთავარი დამოკიდებულება ციციანოვისა. ქართველები და მოდი ფეოდალებზე ვიტყვი ჯერ, რომ ქართველი ფეოდალები ამ შემთხვევაში როგორ კონტექსტში ხვდებიან. ისინი ქრისტიანები არიან, შესაბამისად, მათ ერთ კომპონენტს აკმაყოფილებ, ამ კომპონენტს ერეკლეც აკმაყოფილებ და ალექსანდრეს მანიფესტში როგორც კითხულობთ, რა სულიერებით იყო და ძაღლის სული არა აქვს. ხო, არა. მაგრამ თუ მაინც წინააღმდეგობა გადაწყვეტე, ესე იგი
გონება არ გიჭრის, ანუ ვერ ხვდები რომ შენთვის კარგია რომ მე დამომორჩილდე, ესე იგი შენს ისე უნდა მოგექცე როგორც აზიელს ვექცევით და პირდაპირ მაგალითად დარეჯან დედოფალზე აქვს პირდაპირ მე წერილში წერილი, ხო, ერეკლეს ცოლზე, რომ ერთი ანუ ბოლო იყო რომელიც მე მგონი აი ბოლომდე სწევდა წინააღმდეგობას რომ არ გადამასახლოთ. ხანრას იმიზებდა ხანრას და ერთ-ერთ წელს წერს რომ 4 წელიო ეს ქალიო ვერ გადავასახლეო. ამდენ 4 წელი რაღაც ერევნის ისა იყო რა ქვია სახანო და რაღაცები და ვერ განჯა ავიღე და ეს ვერ გადავასახლე. და როგორც ჩანს ამათთანო ლაპარაკს აზრი არა აქვსო. როგორც აზიელსო თავში უნდა ჩაარტყა ქეჩოში ხელი მოკიდეო და წაათრიო რა. სხვა შანსი ამათთან არ არის. ანუ ეს დამოკიდებულება არის, რომ შენ თუ მე არ მემორჩილები, ესე იგი არ გესმის, ესე იგი შენი წინააღმდეგობა არის ველურობის დამადასტურებელი რა. და ეს ველურობა ძალიან კარგად ჩანს, შეგვიძლია ვთქვათ ერმოლოვთანაც, ისინი როგორ ვიყურებენ რა, ეს wording-ი, მეტაფორები, ზედსართავები, რასაც ისინი ქართველების აღსაწერად იყენებენ რა, რომ ველურები ძიკარი რა, პირდაპირ ყველგან შეგვიძლია ეს წაიკითხო და ამას ლაპარაკობთ არა მხოლოდ ამაზე, ანუ ეხლა თბილისი და ეს ცენტრი კიდე რაღაცა ქალაქი არსებობს და რაღაც არის, ხო? დასავლეთში საერთოდ იქ ყველა ეს არის, რა ქვია, ველური, იმიტომ რომ იქ ქალაქური ცხოვრება და რაღაცა არ არის, საერთოდ სვანებთან და იქეთ რო აქვთ კონტაქტები, კიდე უფრო მეტად ჩანს აი ეს ზუსტად კოლონიურ ორიენტალისტური მიდგომა მათი რა. და მაშინ როდესაც აღმოსავლეთ საქართველოზე ვლაპარაკობთ, აქ გვაქვს ეგეთი რაღაც, რომ შეხედეთ, რუსეთის ჯარი შემოსული არის, ჩვეულებრივი ხალხისთვის ეს არის, რომ პროტექტორი ქვეყანა შემოვიდა და ზოგადად ქვეყანაში იდეაში ვითომ არაფერი ახალი არ ხდება, იმიტომ რომ ხშირად ისტორიაში, ხო, საქართველოს ისტორიაში ხშირად ყოფილა ასეთი ერთი იმპერიის წინააღმდეგ მეორე იმპერიას დაიხმარ, ან ორი იმპერიის წინააღმდეგ მესამეს დაიხმარ ან რაღაცა, ხო? ის შემოვა იმას გაყრის, ეს შემოვა იმას გაყრის და ასე შემდეგ. თითქოს არაფერი ახალი არ ხდება, თითქოს იგივეა, მაგრამ თითქოს პროტექტორი არმია, რუსი ჯარისკაცები, საქართველოში რომელიც უბრძოლად შემოდიან, იწყებენ მოქცევას ისე, როგორც დამპყრობელი ჯარი და დამპყრობელი არმია. და რას გულისხმობს ეს? დამპყრობელი და წესია ეს ომის, მისთვის შენ ღირებულება არ გაქვს. რომ შემოვიდა ის და დაგიპყრო, ყველაფერი რაც შენია, ეკუთვნის მას. შენი სხეულიდან დაწყებული. შენი არც მას მორალი აინტერესებს, არაფერი არ აინტერესებს, ყველაფერი უნდა წაიღოს, რაც გაქვს. და რუსებს როგორც ჩანს, ასეთი დამოკიდებულება აქვთ ქართველების მიმართ, ქართველი გლეხების მიმართ, უამრავი საშინელი ისტორია არის, თუ როგორ იქცევიან ისინი სოფლებში, როდესაც უბრალოდ დგანან და თან უყურეთ, ეს რუსული ჯარი თან ამ გლეხების სარჩენია და ამათ უნდა არჩინონ. თან ისინი შემოდიან და როცა მოუნდებათ შემოვლენ და უნდა აჭამო, ან გაგძარცვავენ, ან გაგაუპატიურებენ, ან გასართობად შემოვლენ და ურმებში შეგაბამენ და ეხლა ჭონქაძეს ხო არ მოუგონია რა, ეს ერთ-ერთი რუსული პრაქტიკა, რომელიც მე ქართულმა რამდენიმე თავადმა გადაიღო, გართობა ასე გლეხებით, რომ რაღაცა ურემში შეაბადა, მიწა მოახდნევინო და ასე შემდეგ და ერთ-ერთი ყველაზე საშინელი რამ ეს ანანურის მაზრაში მომხდარი 1804 წელს, როდესაც არა რომელიმე ჯარისკაცი, არა რაღაცა მუნდირ ჩამოხეული მილიციელი რუსიან რაღაც, არა კაპიტანი სპრავნიკი, რუსი კაპიტანი სპრავნიკი, რომელიც ანურის მაზრაში შედის და აწყობს სისასტიკეს, დაიჭერს ხალხს, გათოკავს, მათ აი ეს პირდაპირ აერო და შემდეგ ვისაც აინტერესებს ამ წიგნშიც შეუძლიათ წაიკითხონ ასევე აკაკი წერეთლის პოემა ვორონცოვი, რომელიც მე-20 საუკუნის დაწყისში არის დაწერილი და ანუ ერთი საუკუნეა სიშორე, მაგრამ დიმიტრი ყიფიანი, რომელიც ავტორის პირით ლაპარაკობს იქა და ვორონცოვს უყვება რა მოხდა კავკასიაში ვორონცოვის ჩამოსვლამდე, დიმიტრი ყიფიანი ამ ისტორიას ყვება. რომ ანანურის მაზრაში ჩავიდა კაპიტანი სპრავნიკი და რომ თავისი ძლიერება ხალხს დაანახოს, ამისათვის
რაღაცა ძაღლს მოხარშავს უწმინდურ შარტში, შეკვაზავს ადამიანის განავალით და თასებში ჩაასხამს და ხალხს აიძულებს რომ ჭამონ რაღაც კონკრეტულ რუს და სხვებს აყურებინებს. ანუ ეს არის დემონსტრირება რა შემიძლია რომ მე გაგიკეთო, მე შემიძლია რომ არა გაგანადგურო ფიზიკურად, ღირსება წაგართო. ეს არის აი ნინოშვილის მოთხრობებშია ძალიან კარგად რა, რომ როზგი რომ რა გამძარცვე, მცემე, რაღაცა წამაწიოკე, დაელოდე ჩემს პასუხს მაშინ. ეს რა არის? ზურგი გადამხადე დამაგდე, გამროზგე და შერცხვენილი სახში გამიშვი. ეს ღირსების აკრა და ღირსების შერცხვენა არის ძალიან აშკარაა და აშკარაა, რომ ქართული გლეხების ეს არის უდიდესი პრობლემა. და მათი პასუხიც არ დააყოვნებს, ეს არის 1804 წლის მთიულეთის აჯანყება, რომელიც ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი აჯანყება, იმიტომ რომ ქვედაფენიდან არის წამოსული და არა მხოლოდ ქვედაფენიდან არის წამოსული, კარგად დაგეგმილი, კარგ დრო შერჩეული, როდესაც ციციანოვი ერევნისკენ არის წასული და რუსული ძირეული ჯარი არ არის აქა და გაკეთებული ისე რომ სანამ ფაქტობრივად რესურსი არ მოიწურა, იმიტომ რომ აჯანყება თუ არ გაფართოვდა ასეთი, თუ არ გაფართოვდა, რაღაც მომენტში განძლევადია ეს რესურსი, სანამ ეს არ გაილია ფაქტობრივად ვერ ჩაახშეს რა. და ციციანოვი, რომელიც შემდეგ იწერება იქ მთიულებთან ბურდულების გვარი იყო ერთ-ერთი, რომლებიც ეთქნენ სათავეში, რომ ტყიდან გეყოფათ ახლა, დამთავრდა ყველაფერი და გამოდით ტყიდან, რა აღარ არისო საჭირო და ჩამოვით და დავილაპარაკეთ დიალოგზე რო წამოხვიდეთ მოდით რა და ისინი გაუშვებენ იმ ადგილას ციციანოვს, სადაც უკრაინელებმა გაუშვეს რუსული საბრძოლო გემი და ეს არის ციციანოვის უდიდესი შეურაცხყოფა, ეს გიჟსკავს მე ამაზე რომ როგორ არ მოვიდნენ. გლეხებმა გამიბედეს. ხო. აი თავადები მოდიან აქ და მელაპარაკებენ რაღაც და გლეხი არ მოვიდა ამაზე. გლეხი და ისიც ვინ? ისიც ქართველი და ისიც სადღაცა მთიდან, ხო? კი ბატონო. ანუ სრული ველური არის. მისი გადმოსახედიდან. ხო, ანუ ეს რო გართობა რო თქვი, მე წაკითხული მაქვს ეს ანუ ყველა აჯანყების მერე 1804 წლის კახეთის აჯანყების ისა მთიულეთის აჯანყების შემდეგ და 1812 წლის კახეთის აჯანყების შემდეგ იწყებოდა გამოძიება, შესწავლა. რომ რა მოხდა და ეს გლეხებს არზებს აწერინებდნენ. აი ჩანაწერებს რომ რა მოხდა, რა იყო ჩვენი мотиваცია და 1804 წელს ფიქსირდება რომ ქალებს აბავდნენ. ანუ ეს კონტექსტიდან გავითვალისწინოთ რომ 1804 წელს იწყება რუსეთ-სპარსეთის ომი და რუსებს სჭირდებათ მაგისტრალი რა, სადაც სასწრაფოდ გადმოსხავენ ხოლმე ჯარებს და იმოძრავებს ესე რომ ვთქვით, სამხედრო კოლონები იმოძრავებენ და იწყებენ დღევანდელი აი სამხედრო გზა რაც არის რა, ვაენა გრუზინსკაია, ვაენა ასეცინსკაია და როგა ორნაირად ეძახიან. ანუ აი ყაზბეგისკენ და ლარსკენ მიმავალი გზა გახავთ მაშინ და ვის ამუშავებენ? ამუშავებენ როგორც მონებს, აი ამ ადგილობრივ ხალხებს და აი ეს გართობის მომენტებით შემოაქვს ჩიგნი, როცა ადამიანებს, ქალებს აბავენ მარხილში და ამუშავებენ. და მერე არის კახეთის აჯანყების დროს 1812 წელს ფიქსირდა ამას წინათ, აი ქეთი რომ ყავდა სტუბრად იქ მოვყევით ეგ ისტორია. როგორ ხდება, უბრალოდ აი რაც შენ თქვი, ოჯახებში შესვლა პირდაპირ აი მომეცი რაც აქვს სარწმელი საჭმელი, ქვევრს თავი მოხადა, დალია 500 ლიტრიანი ქვევრია, ხო ვერ დალევს სულ, მაგრამ რაც ვერ დალია იქ მე მიწა ჩაყარა, გააფუჭა, ქალი გააუპატიურა, აი ეს რითაც დაიწყო 12 წელს აჯანყება პრინციპში, რომ სახლში მარტო დარჩენილ ქალს შეუვარდნენ, ქმარი წირვაზე იყო წასული და ჯერ რომ გამოთხრნენ და მე როგორც წერია წყაროში ზაბრით საშოსაშინა შთასეს ღვინო, ანუ მოკლედ რა გაუპატიურების რაღაცა კიდევ უფრო სადისტური ფორმა. რაც მე რაღაც ნიუთების დატოვებაში გადაიზრდება ხო აი მეორე მსოფლიო ომის ბევრი არის ეს ისტორიები და ასე შემდეგ. აი სადიზმი, რომელიც აუხსნელია რა, ანუ იმიტომ აუხსნელი, რომ მტერი რო იყოს კიდე გესმის რა. ანუ შემოვიდა პროტექტორი, ქრისტიანი მართლმადიდებელი, რაღაც ამ იმეებით გელაპარაკებიან რა და ამ დროს ამას აკეთებს. და ეს გაურკვევლობაც ანუ არაა მარტივი ამბავი, რომ რა უნდა ქნა.
საუნდა წახვიდე და აი რა უნდა ქნაში მანდ არის ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითად თიულეთის აჯანყებაზე რა შენ უკვე გადავიდეთ როგორ იცვლება ეს ყველაფერი ნელ-ნელა რა რომ სტეფან წმინდაში არიან ასულები აჯანყების მონაწილეები და ითხოვენ რომ დაგვეხმარეთ აჯანყებაში ანუ აჯანყების გაზრდას ცდილობენ რა და სოფელ დადიან რომ ეს სოფელი გვეხა აი გუდამაყარი გვეხმარება კი გვეხმარება აბა სხვა სოფელი გვეხმარება აბა ყაზბეგში ავიდეთ სტეფან წმინდაში ავიდეთ იმიტომ რომ იქ ცენტრია და ნახო და გლეხები შემოუთვლიან იქიდან რომ ჩვენი თავადიო დალაგდაო რუსებთან ანუ მან ფიცი დადო მიიღო გარკვეული პრივილეგიები ეს პრივილეგიები შეიძლება მარტო მას ეხება შეიძლება მის ხალხსაც ეხება და ჯერჯერობით ეხება და ანუ რაღაცა ეს სიტყვა მისთა დალაგდა და ჩვენ რომ თქვენთან ერთად ავჯანყდეთ ორმაგი აჯანყება გვიწევს ჩვენ თავადთან და ჩვენი თავადის წინააღმდეგ და შემდეგ რუსების წინააღმდეგ. ანუ ეს ხანდახან გავიწყდება ხოლმე რა, რომ როდესაც თიულებიც როდესაც ჯანყდებიან ისინი კაპიტანის ანუ ეს არ არის რომ მაგიტო ვერ ვეძახით რა ეროვნულ რაღაცა აი დღევანდელი გაგებით და ამ გადმოსახედიდან რა. იმიტომ რომ არ არის რაღაცა ძირეულ თავისუფლებაზე ჯერ ეგრეთ გლეხებიც არიან თავისუფლები. და სურო თავისუფლებაზე იყოს, მაშინ საერთოდ სისტემურ იმაზე თავადების წინააღმდეგაც უნდა იყოს ბრძოლა, ან რაღაცა სხვა ტიპის ისჭირდება რა. აქ როდესაც ადგილობრივი არის და მომენტუმში არის აჯანყება, ხო, ეს არის რომ რაღაც კონკრეტული პრობლემა ისპრავნი კი ან ეს ადამიანი, ან რაღაცა კონკრეტული თავადი, ან კონკრეტული რუსი მართველი არ მოსწონთ რა. თორემ ამ შემთხვევაში რომ ვილაპარაკოთ, რომ აი საქართველოს ჯანყდება რუსეთის წინააღმდეგ და რაღაც თავისუფლების ეს არის ამას ცოტა სხვა ნიადაგი ჭირდება რა. ის ნიადაგი რომელიც ამ მომენტში ჯერჯერობით არ არის, არა იმიტომ რომ კიდე ერთხელ ქართველები არიან ცუდები და რაღაც, არა იმიტომ რომ ისტორიულად ჯერ არ მოუწია მაგისტრო რა. გიო, ეხა ამ ეპიზოდის ბოლოსკენ რო წავიდეთ. ჩვენ ჩამოვთვალეთ აი ამ პირამიდაში 4 კომპონენტისგან იყო ხო ეს პირამიდა, იყო ღმერთი, იყო ანუ თავში იყო ღმერთი, მერე იყო მეფე, მერე არის ფეოდალი და მერე არის გლეხი. სამეფო ოჯახზე ვისაუბრეთ გლეხებზე. ეხლა ორი რაღაცა. ღმერთს თვლად არ გვიცვლიან. ანუ ისევ ქრისტიანი, ისევ მართლმადიდებლური სამწუხაროა, მაგრამ შენ თვითონაც აღნიშნე, რომ ღმერთი არ არის იესო ქრისტე. ამ შემთხვევაში ღმერთი სახელმწიფო მართლობაში წარმოდგენილია როგორც ინსტიტუცია. ამ ინსტიტუციას გვიცვლიან იმ თვალსაზრისით, რომ აუქმებენ ავტოკეფალიას და ამ ავტოკეფალიას ართმევენ მიწებს, რამაც თქო 1819-20 წლების რაჭა იმერეთის აჯანყება გამოიწვია და სულ ბოლოს მთავარ საყრდენს მიდგებიან. ეს არის თავადაზნაურობა და ეს თავადაზნაურობაც ჰომოგენური ერთსხეულოვანი არ არის, იმიტომ რომ ზოგი არის, რომელიც უკვე მაღალი ფრანგულით ლაპარაკობს და წერს, ალექსანდრე ჭავჭავაძე შვილებს ფრანგულად წერს. ზოგი არის, რომ ფრანგულად ვერ წერს, მაგრამ ალექსანდრე ჭავჭავაძე ხო იმის ეკატერინა იმპერატრიცას ნათლია არის და გარსევან ჭავჭავაძის ვაჟი და ნაპოლეონთან ნაომარი და პარიზში და ასე შემდეგ. ეს არის მაღალზე მაღალი და წინანდლის მამულები აქვს და პირველი ევროპული შატო გააკეთა საქართველოში და როიალი ევროპული ჭურჭელი და ანუ ასე შემდეგ, ხო? ეხლა ალექსანდრე ჭავჭავაძე ცოტა გამონაკლისია. მაგრამ მაგის ქვემოთ არიან კიდე ისინი, ვინც რუსული ისწავლა, ფრანგული შეიძლება ვერა, მაგრამ რუსული ისწავლა, დიმიტრი ორბელიანი, რომელმაც პაულიჩმა და სხვებმა რო ვერ ჩააქრეს ეს კახეთის აჯანყება, დიმიტრი ორბელიანო თავარი როლი ითამაშა ამ კახეთის აჯანყების ჩახშობაში, ინტეგრირებულები არიან, ეპოლეტები აქვთ უკვე. ხო, გენერლის ეპოლეტები აქვთ რუსული და ისინი არ ჩანან თრათ ველურებად. ხა ეს ალექსანდრე ჭავჭავაძის ქალიშვილი ნინო გრიბოედოვმა მოიყვანა ცოლად, პატარა ამბავი ხო არ არის, ანუ ცივილიზაციამ დააფასა, ასე რომ ვთქვათ, რომ ცოლად მოიყვანა. ხო, ანუ აი ეს იმპერიულ კოლონიური გაგებით რო ვთქვათ ეს. მაგრამ და მე არიან ხო ეს
დიდები, თლად დიდები, მერე რუსული სოდნეები და რუსულ სამსახურში შესულები, მაგრამ უმრავლესობა მაინც არის რუსულის უცოდინარი, ვახტანგ მე-6-ის სამართალს შეჩვეული, ანუ სამართლის წიგნებს, იმიტომ რომ რუსები იძულებული გახდები არიან თავიდან 1800-იან 10-იან წლებში, რომ ვახტანგ მე-6-ის სამართლის მოქმედება გაავრცელონ, მაგრამ მე ეს ყველაფერი იცვლება, იშთობა და უკვე 1820-იან წლებიდან სახეზე გვაქვს ამ ველურ თავადობაზე შეტევა. ხო, უფრო ინსტიტუციური შეტევა ბრჭყალებში ველურ თავადობაზე. აი ეგ როგორ ხდება? ეს არის ალბათ ერთ-ერთი მთავარი მომენტი ჩემთვის 19 საუკუნის საქართველოს ისტორიაში და ზოგადად საქართველოს ისტორიაში რა. თანამედროვე გაგებითაც და ჩვენ შეგვიძლია რომ ბევრი პარალელი გავავლოთ დღევანდელობასთანაც. ოღონდ ცხადია ხა პირდაპირ არა, მაგრამ ანალოგიებით. ჩვენ ვახსენეთ შემოსვლა რუსების და ჩვენი პასუხი. რეალურად ამ იერარქიაში ხო, ვერტიკალში, ძალაუფლების ვერტიკალში, ყველა რგოლზე რომლის სრულებაც სცადეს, ხო, ყველას რაღაცა პასუხი მოჰყვა. ყველას. ოღონდ ცხადია ეს არის, რომ იმ კონკრეტული რგოლისგან მოჰყვება პასუხი. ანუ გლეხებისგან, ფარნავაზ ბატონიშვილი და იულონი და ფარნავაზი და ესენი წერილებს აგზავნიან ხან კახელ ფეოდალებთან, ხან სხვა ფეოდალებთან, ხან თიციანოვთან, ხან ასე შემდეგ და იქ ფრთიელებს 1804-ში ხალხთან არავინ არ მიდის. სანამ ამ ლაპარაკი და წერილების გაგზავნა ექნება, ის აჯანყება მიილევა რა. იმის მაგივრად, რომ აჯანყება დაიწყო და აი ხალხი აჯანყდა და აი მოდი შენც ეგ არ გინდა ბატონიშვილი რო ხარ, აჯანყება რუსების წინააღმდეგ, მოდი გადანვაკონვერტირო მაინც რა რამეში. არა, ის ჩვეულებრივი ხალხის აჯანყებაა და ის მნიშვნელოვანი არც ქართველისთვის არ არის. არც ქართველი, მე ასე უკვე არც ქართველი ბატონიშვილისთვის არ არის. ის თავარი არის, რომ ფეოდალები ვინც არიან, ანუ ის საყრდენი მამოძრავებელი ძალა პოლიტიკაში ვისკენ იქნებიან რა. ეხლა აქ შემოდის რამდენიმე რა. პირველ რიგში, როგორ აზროვნებს ფეოდალური კლასი? ისინი აზროვნებენ, მათი შეხედულება არის წმინდად ინდივიდუალური, ანუ პიროვნული, შეიძლება ეგოისტურიც ვთქვათ, ოღონდ აი ხა ამას არ გულისხმობს, რომ ყველა ფეოდალი აუცილებლად მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. არა, ზოგ მეფის ერთგულება, ქართულის ერთგულება, ქართულის სამეფოს ერთგულება, ცხადი ამებს ვერ ვარყოფ და კიდე აი ესენი არის რა, სუცუცზე ლაპარაკობთ ხოლმე რა და ეს რაღაცა ისიც აღნიშნოთ, რომ ანუ ეს რო არ ყოფილიყო, აბა ისე რაღაც განგრძობადობა ვერ შეიქმნებოდა რა. მაგრამ როგორი არის ეხა გრადაცია ფეოდალების განვითარების ისტორიაში. ჩვენ აი სტუდენტებს ხშირად ვეუბნები ხოლმე, თუნდაც ალექსანდრე ჭავჭავაძე როცა ლაპარაკობთ ან გრიგოლ ორბელიანზე, დიმიტრი ყიფიანზე, ასევე რა, ერთ-ერთი აი ეს დიმიტრი ყიფიანის მართლა ბიოგრაფიას რომ მიყვე და წაიკითხო და გაყვე ბოლომდე, ყველაფერს გაიგებ, რა როგორ შეიცვალა დროთა განმავლობაში, ახალი რა როდის გაჩნდა, მერე რა მოხდა და ასე შემდეგ რა. და როგორ ცდილობს ადაპტაციას და სულ გამოსდის. და მათ ისინიც არიან ჩვეულებრივი ადამიანები, ფეოდალები, რომელსაც აქვთ თავიანთი განვითარების ისტორია. რაღაც პერიოდში სხვანაირები იყვნენ, რაღაც პერიოდში სხვანაირები და შემდეგ კიდევ უფრო სხვანაირები რა. ამიტომ აი მაგალითად გრიგოლ ორბელიანზე ამბობენ ხოლმე, ხშირად რომ სამშეკითხვას, აი ოქროს ჯაჭვი ხომ ჯობია, თავისუფლებას ლექსი რო დაწერა რაღაცა და აი ეგ ასეთი და ისეთი. გააჩნია რა გზა გაიარა თითოეულმა რა. და რა გზის გავლა უწევთ ახლა ამ ხალხს. პირველ რიგში ეს არის რომ ფეოდალები არიან დასაყრდენი ძალაუფლებისა, ეს ვახსენეთ უკვე, მაგრამ უნდა მოარჯულო. ანუ პირველ რიგში ფეოდალებს უნდა წაართვა ეს ბაგრატიონთა საგვარეულო, რომ მათგან არ იყოს ალტერნატიული წყარო, რომ ისე მათ მიიღონ ან პრივილეგია ან დაპირება ან რაღაცა სამომავლოდ, ეს უნდა წაართვა და მეორე, უნდა შესთავაზო ახალი.
აუცილებელია რომ ახალი შესთავაზო, ოღონდ ეხა ეს ქართველები არიან, ფრანგი ისინი ხო არ არიან რა რუსების წარმოსახვეში. ქართველი ფეოდალები არიან, რომლებიც უნდა დაგმორჩილდნენ რა. ანუ შესთავაზო ისე არ არის რომ შენი ჭირიმე შენ გენაცვალე, არა, ისინი უნდა დაგმორჩილდნენ თან, ანუ შენი სახურები უნდა იყვნენ, მაგრამ ეს უნდა უნდოდეთ ასევე. რაღაცნაირად უნდა უნდოდეთ და რო გადავხედოთ ხო 1802 მე 1804 12 ანუ აჯანყებები და შემდეგ უკვე იმერეთში აჯანყება ვთქვით შეთქმულება 32 წელს წინააღმდეგობა არის და წინააღმდეგობა აშკარა ეს წინააღმდეგობა არის გაფანტული მაგრამ ფეოდალებში ამას კონკრეტული მიზეზი აქვს. მაგალითად 1802 წელს გარსევან ჭავჭავაძე პირდაპირ რაპორტში წერს თუ რა არის მიზეზი აჯანყებისა და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ის რომ ფეოდალებს ეშინიათ რომ ისევე მოუწევთ გადასახლება როგორც ეს მოუწიათ ბაგრატიონებს ანუ სამეფო გვარს ფეოდალებს ეშინიათ რომ დაპყრობა რუსეთის მხრიდან ნიშნავს, რომ ჩვენ აღარც ერთი აქ აღარ ვიქნებით. მაგრამ პრინციპში გიო ბოდიში აქ ჩავამატებ 1812 წლის აჯანყება დაიწყო როგორც გლეხთა აჯანყება. იმიტომ რომ ეს აი წარმოვიდგინოთ 1804 წელს დაიწყო რუსეთ-სპარსეთის ომი. 8 წელია რუსული კოლონიური ჯარი დგას კახეთის ტერიტორიაზე, კახეთი არის პლაცდარმი სპარსეთზე შეტევისა. 8 წელი ძარცვა, რბევა, გაუპატიურება ყველაფერი ხდება. და აი სპონტანურად აი რუსები იტყვენ სპიხნულ, ანუ იფეთქა. აჯანყება, რომელშიც მე ერთვებიან ის ფეოდალები, რომლებიც უკმაყოფილოები არიან. უკმაყოფილოები ემატებიან, უკმაყოფილო ფეოდალები ემატებიან აჯანყებას და მე კიდე ზემოთ ემატება ერთი შრე, რაც არის ბატონიშვილები, ანუ ერეკლეს შვილი ალექსანდრე და შვილი გრიგოლი, რომელსაც მეფეთაც აკურთხებენ, ხო, ერთი გაგებით ზოგ ქართველი ისტორიკოსი მას მეფე გრიგოლ პირველსაც კი ეძახის. სხვათა შორის კარგი რაღაცა ხსენე, ანუ რეალურად 1802-ში ცალკე რაც ხდება და მე 1804-ში ცალკე რაც ხდება. მე 1812-ში ესენი ერთმანეთს ანუ გამოიწვევენ. 1804-ში ახსენეთ, რომ მხოლოდ ქვედაფენა არის, 1802-ში არის კახეთის ანუ ფეოდალების და 1812-ში არის, რომ ფენები ანუ ქვემოდან ეკონომიკური მიზეზით და სიდუხჭირით და იმით იწყება ქვედაფენაში, სოციალური და ელიტის უკმაყოფილობით გრძელდება, ამას ემატება სოციალური და ზემოდან ემატება მე პოლიტიკური. მაგრამ გეოგრაფიულად შეზღუდულია კახეთში. ხო. ეს კახეთში ხდებოდა გაბცობა, იმიტომ რომ რუსული ჯარი არ არის ქართლში. მაგრამ აი უფრო მოგვიანებით პერიოდზე რომ წავიდეთ და ნელ-ნელა გადავიდეთ ბოლოსკენ. ხო 1820-იან წლებში აი როცა სთხოვენ ქართველ ფეოდალებს რომ დაამტკიცო რომ ისინი ფეოდალები არიან. ნუ ხა საზოგადოებაში სადაც რაღაც აი ულვაშით და ნამუსით და აგერ შენ ჩემი ულვაში თამასუკში და ასე ხდება თქო ხელშეკრულების დადება და ამ ხალხს სთხოვენ რომ წერილობით საბუთები მოგვიტანეთ რომლითაც თქვენ მეფე მოგანიჭათ აზნაურობა თავადობა თან პატარა ტიპებს კი არ ეუბნებიან ამას სერიოზულ ფეოდალურ გვარებს ეუბნებიან ამას რა და ეს იწვევს გაგიჟებას თან ეს ხალხი ნუ არ არის რა ინტეგრირებული რა ეხა ძირითადად ჯერ ძალიან ადრეა იმისთვის რომ ქართული ფეოდალური ელიტა რამეში ინტეგრირებული იყოს ის კი არა მე უკვე ილია ჭავჭავაძე კაცე ადამიანს რო წერს რა უგავს ლუარსაბ თათქარიძეს იქ ინტეგრირებული სამში კი ის არის რა ქვია ლეგენდა და რაღაც კაცი ლეგენდა არის რო არსებობს და თან არ არსებობს ეს ლუარსაბი ხო და მართლა ეგზისტენციალური საფრთხე ექმნებათ თავიდან შიშობენ, აი გარსევანი რასაც ამბობს, რომ შიშობენ. ეგზისტენციალური საფრთხე რა არის ფეოდალის ეგზისტენციალური საფრთხე რომ უმიწობა. ან თვითონ არ არის მიწასთან, ან თვითონ არის მიწასთან, მაგრამ მიწა არ ეკუთვნის. თვითონ არ არის მიწასთან, ეს ნიშნავს, რომ გადასახლებულია და ქართველი ფეოდალის საქართველოს მიწა და მიწაზე ფიქრი და ეს ეზოკარი თავისი და ეს ძალიან ჩაბეჭდილია გონებაში და მეორე, როდესაც შეიძლება აქ არის, მაგრამ წაართვან. ის თუ ამას დაკარგავს, კარგავს ყველაფერს
საერთოდ მის ცხოვრებას აზრი აღარ აქვს რა. და ამ საფრთხეს უქმნიან. პირველად უქმნიან შიშის ფაქტორით, შემდეგ უკვე ინსტიტუციურად. ინსტიტუციურად გულისხმობ, რომ კანონი გამოდის ახალი, რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა მოიტანო შენ დოკუმენტი. ეს დოკუმენტი თან აიყურე იძულების მექანიზმი არის ინსტიტუციურით გავს ასევე პეტრე პირველის ინსტიტუციურ მექანიზმებსაც, რაც არის კანონით შენ აიძულებ ცვლილებას. ოღონდ უსამართლოა ეს კანონი, იმიტომ რომ იმას არც მომზადება, არც გაცნობა, არც რაღაც არაფერი არ აცალე, ხო? პირდაპირ აიძულებ მხოლოდ და საქართველოს ქართველებისთვის იმ მომენტში, როცა ეს რუსული მმართველობა შემოვიდა და ეს კანონის უზენაესობა, რომელიც თითქოს ცალკე რაღაც ინსტიტუცია არის, რომელიც და როგორც უნდა იყოს რა, რომელიც აღსრულებადია თავისი და კერძო სამართალში არ არის და რაღაც საჯარო სამართალი უკვე შემოდის. ზაკონი, ხო? სიტყვა არის დასჭა. ზაკონი წინააღმდეგ უნდა იყოს შენ რა. ვერ უნდა მოგდრიკოს ზაკონმა, ხო? ხო და ეგ ის არის რომ ანუ ქართულობა კაი ვაჟკაცობა, კაი პირიქით ანუ კანონის წინააღმდეგ წასვლა არის რა და ეგ დამოუკიდებელ და ესეთ რა ქვია კონსტიტუციურ ქვეყანაში თითქოს ხალხიც უნდა იყოს თანახმა ამ კანონის შეთანხმებულები მაგ დროსაც მოყვება ხოლმე თითქოს რომ აი კანონის წინააღმდეგ ყველა შემთხვევაში კაი ტიპი ხარ რა მაგრამ ზოგ შემთხვევაში აუცილებლად კაი ტიპი ხარ და ეს მაშინ როდესაც კანონი მხოლოდ და მხოლოდ არა უზენაესი რაღაც ზოგადი პრინციპია რომელიც სამართლიანობაზე უნდა იყოს დამყარებული არამედ არის მხოლოდ და მხოლოდ იძულების მექანიზმი მხოლოდ და მხოლოდ და ეს იძულების მექანიზმი არის ყველა შემთხვევაში გლეხების აღიარების დროს ეს არის ან გადასახადი, ან სალდათობა, ან აუნაზღაურებელი მუშაობა, ხო, რაც არის ეს ზიდვა რაღაცეების და ასე შემდეგ, ხო? და მეორე შემთხვევაში ფეოდალებისთვის ეს არის ის, რომ შენ არა მხოლოდ შენ დამადასტურებელი უნდა მოიტანო, რომ აი რაღაცა ბაგრატიონის კონკრეტული ბაგრატიონის შტოდან ხარ. ოღონდ განშტოებიდან და შენც უნდა დაადასტურო, რომ ეს ახარ თავადი რა. და არა მხოლოდ ეს, არამედ რამდენი გლეხი ყავს, რამდენი გეკუთვნის, ვინ რას ამუშავებს, მიწა რა არის შენი და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი უნდა იყოს ჩამოწერილი. და ისე აღარ ხდება რა, ეხლა მეორე მეგობარი ფეოდალი მოვიდა იქეიფეთ და 1-2 ყმა აჩუქე და გაატანე და რაღაცეები, არა, უნდა ჩაწერო. კი, კითხვა მაქვს ესეთი შენთან რა. შენი აზრით და შენი კვლევის მიხედვით ეს არის ერთი ამ თავადაზნაურობის მოდრეკვის და დასჯის მეთოდი თუ რუსეთის სახელმწიფო უკვე ბიუროკრატიული სახელმწიფოა რა ანუ ბიუროკრატიული აპარატი და ეს ჩინთა სისტემა ჩამოაყალიბა პეტრე პირველმა ეს 14 საფეხურიანი და ანუ ყველაფერი ფურცელზე გადადის რა ამიტომ მე ხშირად ვამბობ რომ რუსებს რო გამოთქვა ნიათ ხუდა ბეზდაბრა ანუ ზოგი ჭირი მარგებელია ეს ბიუროკრატიული სახელმწიფო რო შემოდის 19 საუკუნიდან საქართველოს ქართული ისტორიკოსებისთვის ეს არის რა რომ გვიჩნდება წყაროები იმიტომ რომ ყველაფერი ფურცელზე გადადის ანუ ნამუსი და ულვაში აღარ არის უკვე ფურცელზე უნდა დაიწეროს ანუ ბიუროკრატიზაციის მეთოდია ეს თუ ქართული ფეოდალების დასჯის მეთოდი თუ ორივე ერთად ორივე ერთად უფრო მეტად მაგრამ ბიუროკრატიზაცია ცალკე უფრო ნაკლებად იცი რატო იმიტომ რომ რო შეხედო რუსულ ბიუროკრატიზაციას მაგ პერიოდში არის სრული ქაოსი ანუ იმდენად ქაოსია რომ თვითონ აი ბარონ მოდეს კორფი არის ერთ-ერთი რომელიც მაგ დროს გამოგზავნა ანუ სამხედრო პირი არის და კავკასიის ფრონტზეა ამბობს რომ ამდენიო საბუთის და წერილის გაგზავნა, გამოგზავნა და წერა და ასე შემდეგ ჭკუიდან შეშლი და აზიელსო და თავს მოაბეზრებდა ევროპელსაც კიო. ანუ ისეთიც არ არისო ეს რაღაცა არის, რაც არ არის სწორი რა. ანუ ხარვეზები ეგ არის რომ რუსული მოდერნიზაცია მუდმივად არის უფრო მეტად ფორმალური და პრაქტიკაში რაც ხდება
ანუ შინაარსო ხო ჯერ ხომ უნდა იყოს შინაარსი და მე ამ შინაარს არგებ ფორმას და ამ ფორმით მე ახორციელებ რა ეს არის რომ ფორმა გადმოდის და შინაარსები ხანდახან ლოკალურად ჰიბრიდულად იქმნება ადგილზე რა იმიტომ რომ იცის რომ ეს საჭიროა ეს ბიუროკრატიზა ეს უნდა იყოს ეს საჭიროა მაგრამ მე როგორ ხორციელდება და საერთოდ რა ტიპით არსებობს და რა ფორმით არსებობს ეს არის ხოლმე ყოველთვის ცალკე საკითხი რუსეთის იმპერიაში და ამ მომენტში მით უმეტეს დასაწყისში საერთოდ. როცა მაგალითად რა ვიცი ციციანოვი თუნდაც იწერება რომ ნუ მიგზავნით ცენტრიდან ხელმოცარულ მოხელეებს ან ისეთ ტიპებს რომელსაც პეტერბურგში ან მოსკოვში ან ვიღაც ხელი მოეცარა მით უმეტეს აქ სადაც ძალიან რთულია მართლობა ხო აქ არ გამოუვა რა და მოდიან უბრალოდ დასვენებლად ლოთობენ ასე შემდეგ და საქმეს ვერ აკეთებენ. რუსული ადმინისტრაცია გაუმართავია. ეს აშკარა არის და რუსული ადმინისტრაცია არ არის ჩამოყალიბებული, არ არის ადმინისტრაციულად სტრუქტურულად დაწყობილი, მათ არც აქვთ იმის გამოცდილება, რომ აი ესე იცოდნენ, რომ აი შევდივართ კავკასიაში კოლონიური მმართველობით, ვიპყრობ თუ რა ვშევით. იქ მე რო შევდივართ ამ მიზანს როგორ ვახორციელებთ. ეს ნოუ-ჰაუ არ არსებობს. თავარ მართებელზე არის ბევრი რამე დამოკიდებული და ადგილობრივ კაპიტან ისპრავნიკზე თუნდაც, ხო? ანუ ის კაპიტან ისპრავნიკმა იქ დუშეთის ანანურის მაზრაში რო ის მოიფიქრა რომ ძაღლის რაღაც შარდი და კაცის განავალი აერია ერთმანეთში და ადამიანისთვის ეჭმია, ხო? ის ახლა რაღაც იმპერატორს არ დაუვალებია. ანუ ეს ზოგადად პოლიტიკის ნაწილია, რომ ველურებს ესე ვექცევ თელ იმპერიაში. მაგრამ იქ კონკრეტულ კაპიტან ისპრავნიკ შეძლო ეს გაეკეთებინა, შეძლო არ გაეკეთებინა, ხო? ზუსტად და ამიტომ ეს რა ქვია, ფეოდალებიც მუდმივად დაბნეულები არიან. ანუ არ არის მათ მიმართაც მიდგომა რა, თავიდან და აი 1802-ში მაგალითად ხო გარსევანი მაგას იწერება, რომ ჩვენ ამის გვეშინია, რომ იმათთან ერთად გადავასახლებენ. მეორე არ არის რუსული კანონების მიხედვით გადასახადები როგორ ავაგროვოთ, ვის მიუტანოთ, გლეხების მიმართ რა მოვალეობა უფლებები გვაქვს, ან ცენტრთნის მიმართ რა. ეს ყველაფერი გარკვეული არ არის რა და ჩვენ დაბნეულები ვართ. და გვეშინია და ამიტომ ცხადია ჯანყდებით რა. ზუსტად ამის დალაგების მცდელობა არის, ალბათ, ნუ ყველაზე ცხადად ვორონცოვთან, მცდელობა კი არა, დალაგებულს ხვდებით უკვე, რომ ვორონცოვი ამ ყველაფერს ალაგებს, მაგრამ იქამდე მართლა ვერ ხერხდება ვორონცოვის ჩამოსვლამდე საერთოდ ვერ ხერხდება. რატო? იმიტომ რომ თვითონ რუსი მოხელეების პოლიტიკა არ არის თანმიმდევრული. ერმოლოვი სხვანაირია, პასკევიჩი სხვანაირია, გოლოვინი სხვანაირია, პავლე ჰანი, რომელიც 40 წელს ჩამოდის, რომელიც საერთოდ რუსი არ არის და აი ეს ადმინისტრაციული, აი ეს თეორიული ცოდნა აქვს, მაგრამ ადგილობრივ საერთოდ არის იმას საერთოდ არის, რომ პოსტა არ არის. და უბრალოდ ეხლა მაგალითად ციციანოვი იწერება, რომ მე ვერ აღვასრულებ რუსულ კანონს, იმიტომ რომ ციხე არ გვაქვს. და გადასახლებას ვერ აღვასრულებ, იმიტომ რომ სანამ ციმბირამდე წავიყვან აქედან ვიღაც გადასახლებას შეიძლება, რა ვიცი, სამჯერ მოკვდეს, ანუ ვერ გადავასახლებ აქედან ციმბირში. ამ კანონებს ვერ აღვასრულებ. რაღაც ალტერნატივებია, რაღაცები უნდა მოვიფიქროთ. და ამიტომ სულ არის ეს არათანმიმდევრულობა რუსული პოლიტიკისა ქართულ ფეოდალებს და ძალიან მოქმედებს და მით უმეტეს ხშირი ცვლა მართველების რა. რასაც მიყვართ იქამდე, რომ რეალურად აშკარაა, რომ აჯანყებების შემდეგ არ ხერხდება და ქართველი ბატონიშვილები და ეს ბაგრატიონები ვერ ახერხებენ რეალური, აი დაპირებაც უკვე დაპირებებად რჩება ფეოდალებთან და მათ ფეოდალებს აღარ სჯერათ ფაქტობრივად, რომ რაღაცა შეიძლება რომ შეიცვალოს, მით უმეტეს 1812 წლის შემდეგ კახელებს აღარ სჯერათ და მით უმეტეს მაშინ როცა შენს წინააღმდეგ ქართლი თავადი არის ჩართული და ის შენს წინააღმდეგ დაამარცხებს შენს აჯანყებას და მე ჩინები ემატება და კარიელური ზრდა არის, ამას დაინახავენ. და იწერან შენახსენე. სხვანაირი ფეოდალები რო ყავს. ალექსანდრე ჭავჭავაძე, ხო? ფრანგული, ჩინი, ესა სხვები რომლებიც მაგალითად რუსული იციან, მესამე რომლებიც არც ერთი არ იციან და აი ხა ნახე ხო დრო გადის. დრო გადის, არაფერი არ იცვლება, კი არა და იცვლება. მაგრამ აგერ ალექსანდრე შეიძლება უკეთესი პირობებში არის. კი არა მეტი შესაძლებლობა აქვს, იცი რომ გაჯობებს. იმან რუსული რო ისწავლა, ისიც იცი რომ გაჯობებს. და
ცხოვრება რო გააგრძელო შენც ხვდები რომ რაღაცაზე უნდა შეიცვალო და რაღაცაზე უნდა გადახვიდე. გიო, რო წავიდეთ შეჯამებისკენ, ახლა ჩვენ ამ ეპიზოდში განვიხილეთ, თავი მოუყარეთ, როგორც შევძელით კოლონიური მმართველობის დამყარებას საქართველოში, რუსული კოლონიური მმართველობის, რომელიც ალბათ უმძიმესი იყო, ახლა განვიხილეთ, ხო, ყველა გლეხისთვისაც, სამეფო ოჯახისთვისაც, ფეოდალისთვისაც, ეკლესიისთვისაც, ყველასთვის ძალიან მძიმედ შემოვიდა რუსული კოლონიური მმართველობა. და ნუ უკვე შემდეგ ეპიზოდში ჩვენ ვისაუბრებთ, როგორ ხდება ადაპტაცია, მორგება და ეს ადაპტაცია ორმხრივი არის. ხო? ანუ მხოლოდ ქართველები კი არ ერგებიან იქაობას, ანუ რუსულ მმართველობას. უკვე რუსებიც იწყებენ ადაპტაციას ამ ქართულ რეალობასთან, მაგრამ აი ამ საუკუნის, 19 საუკუნის პირველმა მესამედმა ბევრი მსხვერპლი ახლა ჩვენ წყაროებში წაგვიკითხავს არაერთი, მაგრამ რამდენი არ წაგვიკითხავს, რამდენი არ დარჩა საერთოდ წყაროში, ბევრი მსხვერპლი შვა. გაუმარჯოს იმ ქართველებს. გაუმარჯოს იმ ქართველებს, რომლებმაც როგორც შესძლეს რაღაცა წინააღმდეგობა გასწიეს და ერთგვარად სულ მინიმუმ ის მაინც გააკეთეს, რომ რუსებს აიძულეს ადაპტაცია ადგილობრივ პირობებთან და არ დასვეს ტოლობის ნიშანი საქართველოსა და ცენტრალურ აზიას შორის მაგალითად, ან საქართველოსა და თუნდაც ჩრდილოეთ კავკასიას შორის. ბრძოლა გრძელდება. გაუმარჯოს მებრძოლებს. ზუსტად და ამავდროულად ჩვენ ამდენს ვლაპარაკობთ ხოლმე და შეიძლება გავიწდება, რა ვიცი, შავი ჭირი, მაგალითად. რა დღეშია ხალხი იმ დროს იმ პერიოდში ამ გაგებით და გავიწდება რამდენად რთულია ასეთ პირობებში წინააღმდეგობა გაწიო, რეალური წინააღმდეგობა, როდესაც ყველაფერს ხდებ სასწორზე რა. და მაგ წინააღმდეგობის იმედსაც მინდა რომ გაუმარჯოს, რომლებიც არ მოკვდა მათთან ერთად. სოლომონ დოდაშვილმა მაგალითად ვერ გააგრძელა სიცოცხლე, გააგრძელა შეგუებულმა თავადებმა, მაგრამ სოლომონ დოდაშვილის იდეა გადარჩა და არა უფრო დიდხანს იცოცხლა სოლომონმა და დღემდე ცოცხლობს, ვიდრე იმათ, ვინც გადარჩნენ. გაუმარჯოს.